დღევანდელ გაკვეთილს და დღევანდელი გაკვეთილის საკითხი გახლავთ მაღლივი სამუშაოები. კაცრავად მე ვიდეო არ მაქვს ჩართული, უბრალოდ თვალი, სავარაუდოდ. ახლა დავასრულებ ამ ყველაფერს. მოკლედ დღევანდელი შეხვედრის თემა ეს არის მსოფლიო მასშტაბით შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი გამოწვევა შრომის უსაფრთხოებაში, რაც ეხება სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოებს. ეს არ არის მხოლოდ მშენებლობის საკითხი. მაღლივი სამუშაოები ელემენტარულად შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ საწყობში, სადაც 3-4 სახის სტელაჟი შეიძლება იყოს და თითეული იარუსის სიმაღლე 3 სტელაჟიან საწყობში შეიძლება იყოს 3 მეტრი და შესაბამისად ნებისმიერ საწყობის თანამშრომელს მოუხდეს რომელიღაც მოწყობილობით, ეს იქნება გადასატანი პლატფორმა, მისადგმელი კიბე თუ სხვა საშუალებები, სწორედ სიმაღლეზე მუშაობის იმ თეორიული ცოდნის გამოყენება და აუცილებლობა, რაც ძალიან ასე ვთქვათ სენსიტიური საკითხია. მეორე მიზეზი, რის გამოც ეს მოდული შრომის უსაფრთხოებაში არის ძალიან აქტიური და ძალიან ყურადსაღები, ეს არის ისტორია და შეიძლება ითქვას ის ცუდი სტატისტიკა, რაც არსებობს დღეისთვის. პროცენტულად თუ არ გავითვალისწინებთ მასშტაბებს დაუშვათ ქიმიური მრეწველობის დარგში მომხდარ მსოფლიო მასშტაბით ვიძახი, რაც ინფორმაცია მე მაქვს და წაკითხული მაქვს, როცა ქიმიური აფეთქებები მოხდა სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთი ინდოეთშია მომხდარი, ერთ-ერთი ჩემ თაობას კარგად ახსოვს ჩერნობილის თემა, ეს ბირთვული აფეთქება. თუ იმ ლოკალურ მასშტაბს არ გავითვალისწინებთ, რაოდენობის მიხედვით სიმაღლეზე მუშაობის დროს დარღვეული ნორმების გამო ყველაზე ცუდი სტატისტიკაა საერთოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებში, იმიტომ რომ ძალიან სისტემურია, ყველგან ხდება ამ საკითხთან შეხება დღეს, სადაც სამონტაჟო სამუშაოა, მე არ გულისხმობ მხოლოდ მშენებლობას, ნებისმიერ სამონტაჟო საქმიანობა და შესაბამისად ამისა, ყველა ქვეყანა ძალიან მობილურად არის, რომ აღარ გავითვალისწინოთ ევროპული სტანდარტები, გნებავთ ბრიტანული სტანდარტი, გნებავთ ამერიკული, ზოგადად მსოფლიოში მიღებული, რაც დამკვიდრებული დღეს ცნობილი სტანდარტებია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, 2019 წლის ესე იგი თებერვალში მიღებული ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რაც ძალაში შევიდა, მის შემდეგ დადგენილება და ტექნიკური რეგლამენტები სხვადასხვა საკითხებზე თან დაკავშირებით დღითი დღე იღვეწება. ასე მაგალითად, დადგენილება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილება შესაბამისი ნომრით დღესაც მოქმედ ძალაში გახლავთ, ეს არის სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რაც მოიცავს იმ ყველა სკრუპულოზულად შეიძლება ითქვას და ძალიან დეტალურად მოიცავს ყველა იმ აუცილებელ საკითხს, რის შესახებაც დღეს მინდა შეძლების დაგვარად სრულყოფილად გესაუბროთ. საქართველოში ქართული ნორმით, როგორც ახლა ვკითხულობ ჩვენი ნორმიდან, სიმაღლეზე მუშაობად ითვლება ის მომენტი, როცა სამუშაო ოპერაცია სრულდება ჩამოვარდნის საფრთხის პირობებში 2 მეტრიდან. თუ ადამიანი 2 მეტრ სიმაღლეზე, ეს იქნება კიბე, ეს იქნება პლატფორმა, ეს იქნება თუნდაც სტელაჟი ან სხვა ასაწევი მოწყობილობები, უამრავი სახის არის, რომელსაც მე ნაკლებად გაგაცნობ დღეს, თუ არსებობს ადამიანის დგომა 2 მეტრზე, ან 2 მეტრის სიმაღლეზე არსებულ სამუშაო რომელიღაც პერიმეტრიდან რაიმე საგნის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობს,
აუცილებელია დაცული იყოს სიმაღლეზე მუშაობის ტექნიკური ნორმები. მოდი თვალე გადავავლოთ პირველ რიგში ამ კონკრეტულ ქართულ დადგენილებას და ლურჯ ფონზე რაც მაქვს გამოკვეთილი, ეს არის ის აუცილებლობები, რაც მინდა რომ თითოეულმა თქვენთაგანმა დაიმახსოვროს. მოკლედ შევთანხმდით, ეს ნორმა არეგულირებს სიტუაციას, როცა ადამიანი სამუშაო გარემოში 2 მეტრიდან და მეტი სიმაღლედან ჩამოვარდნის საფრთხის ქვეშ მოღვაწეობს. აქვე დავამატებ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგალითად, ნამდვილად ვიცი, რომ უნგრეთში მოქმედი კანონი მაგალითად გულისხმობს 2 მეტრის ნაცვლად, გულისხმობს 1 მეტრის სიმაღლეზე და თუ ადამიანს აქვს ჩამოვარდნის ოპერაციის შესრულების დროს, ოპერირების დროს, სამუშაო შესრულების დროს აქვს საფრთხე, რომ 1 მეტრიდან ჩამოვარდეს, იქ მიღებულია, რომ უკვე 1 მეტრზე ადამიანები იყვნენ დაცული. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა. აი ვერ გეტყვით დანამდვილებით რა მიზეზია რომ დაუშვათ შვედეთში მე რამდენადაც ვიცი 1.80 მ-დან ისაზღვრება უნგრეთზე მოგახსენეთ და ბრიტანული სტანდარტითაც თუ არ ვცდები 2 მეტრამდე ან 1.80 მ. ჩემი მოსაზრება და ჩემი ცნობიერება რასაც აკმაყოფილებს ეს სიმაღლე არის განსაზღვრული ადამიანის საშუალო სიმაღლიდან გამომდინარე და ალბათ მოგეხსენებათ სხვადასხვა ქვეყნებს, სხვადასხვა რეგიონის მიხედვით საშუალო სიმაღლე ადამიანებისა სხვადასხვა აქვს და შესაბამისად ამისა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. საქართველოში 2 მეტრი, სხვაგან სხვა მეტრი და 40-იც არის, სადღაც მეტრი და 80, 1 მეტრი და ასე შემდეგ. საქართველოშივე, თუმცა მე პრაქტიკა მაქვს ამის ნამდვილად, რამდენიმე წლიანი მინიმუმ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩვენზე მაღალი ინსტანცია შემოწმებაზე შემოდის, არა თუ 2 მეტრზე, 1 მეტრის ძალიან დიდი ვარდნის ან პერიმეტრის სიგანე, რო გავთვალოთ, თუ 1 მეტრზეც არის ჩავარდნის საშუალება, ან განათება არ მოსწონთ ან რაღაც, იქაც იგივე პირობებს გვთავაზობენ და გთხოვენ, რომ იყოს აუცილებლად ის პირობა შესრულებული, რასაც ქვია სიმაღლეზე მუშაობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმები. მოკლედ რა დაუპირისპირა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების საინჟინრო და ინტელექტუალურმა სისტემამ იმ დიდ საფრთხეს, რასაც ქვია ადამიანის ან საგნების ჩამოვარდნა და ჩამოვარდნილი საგნებისგან დიდი ზიანების მიღება და ზოგადად სიმაღლედან მაღლივ სამუშაოების უსაფრთხოებას რა დაუპირისპირა, ასე ვთქვათ, ჩვენმა საინჟინრო სისტემამ. პირველი ეს არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც ვერ ავწდებით, ჩვენ გვახსოვს ის 5-საფეხურიანი კონტროლის იერარქია, წესით უნდა გვახსოვდეს, იმდენი გვაქვს ასაუბრები, ყოველ გაკვეთილზე ვახსენებთ და შესაბამისად დღესაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სიმაღლეზე მუშაობის პირობებში ეს არის გარდაუვალად ამის გარეშე არ შეიძლება. ვარ გადავაჭარბოთ და ძალიან ვარ გადავპრანჭოთ საუბარი. ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში იგულისხმება, შეგახსენებთ, სიმაღლეზე მუშაობის პირობებში ეს არის ნომერი პირველი ვარდნის შემაკავებელი სისტემები. ეს შეიძლება იყოს სრული სხეულის დამფარავი, ეგრეთ წოდებული მაღლივი სამუშაოსთვის საჭირო კამარი, შეიძლება იყოს სხვადასხვა შემზღუდველი საშუალებები, რომლებიც სხვადასხვა პირობებში გამოიყენება, ეგრეთ წოდებული ვარდნის შემამცირებელი ბლოკები, იო-იოს ვეძახით ჟარგონულ დონეზე და გაჩვენებთ მაგ ყველაფრის ილუსტრაციებს ახლა ცოტა ხანში. და შემდეგ კოლექტიური დაცვის საშუალებები. კოლექტიური დაცვის საშუალებები ეს არის ის საერთო პერიფერიული მოწყობილობები, რომელიც გათვალისწინებულია მაღლივ სამუშაოს დროს საერთო პერიმეტრზე 2-3 ან მეტი ადამიანის დასაცავად. ანუ ეგრეთ წოდებული სიცოცხლის ხაზები, ესე ვეძახით ქართულად, lifeline-ები, ინგლისური ტერმინია შემოსული. ეს არის ჰორიზონტალურად დაჭიმული აუცილებლად მყარი თოკები ან სპეციალური მოწყობილობისთან. ადრე მე რამდენადაც მახსოვს, თასვლის ეგრეთ წოდებული ჭიმლად მოწყობილობებს დასაშვებად მიიჩნევდნენ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ადამიანების დასაცავად. დღეს აუცილებლად მოთხოვნილია
და მეც მომხრე ვარ იმის, რომ მცირე განიკვეთის ლითონის მეტნაკლებად დრეკადი ტროსები იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და მასზე იყოს ადამიანის მიერ ქამრით ჩაბმა და დაზრობა ვარდნისაგან. გაჩვენებთ გაკვეთილის მცნებლებისას მე მინდა ეხლა უბრალოდ პირველ რიგში ჩავიკითხოთ, ასე ვთქვათ, ეს ტექნიკური რეგლამენტი, რომელსაც ასევე გადმოგიგზავნით უახლოეს დღეებში და იქნებ გამოვნახოთ ყველა მდრო და ყველაფერი გადავიკითხოთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. შემდეგ, აუცილებელი რაც არის შრომის უსაფრთხოების გეგმასთან ერთად ეს ტექნიკური რეგლამენტი გვავალდებულებს კონდეს შემუშავებული სამაშველო გეგმა. რას ნიშნავს სამაშველო გეგმა? თუ ვერ ავწდით იმ ცუდ შემთხვევას და წინასწარ მოწყობილ და წინასწარ დაინსტალირებულ მოწყობილობაზე ქამრით ჩაბმული ადამიანმა მაინც გააკეთა ვარდნა და უხერხული მოძრაობის დროს ადამიანი უბრალოდ ქამრის იმედზე დარჩა. დროულად 7-8 წუთში უნდა მოხდეს ამ ადამიანის შველა, ანუ პერიმეტრზე უნდა იყოს ის ასე ვთქვათ სწავლული მუშაკი, რამდენიმე მაინც, რომელიც მოახერხებს და ხელსაწყოების საშუალებით მოახდენს დაუშვათ ჰაერში დაკიდებული ადამიანის ვთქვათ ფილაზე, ანუ იატაკზე ან გრუნტზე დაშვებას და შემდეგ საჭიროების დამიხედვით თუ ტრავმა აქვს მიღებული სასწრაფოს ან პირველად დახმარების გაწევას. აი ამ სამაშველო გეგმაზეა საუბარი უსაფრთხოების გეგმასთან ერთად, რასაც ეს დოკუმენტი ეს ნორმა გვთავაზობს, რასაც ქვია ქართული რეგლამენტი. Ну, ახლა მე მინდა უბრალოდ ამ დოკუმენტში რაც ტექნიკური პარამეტრებია იმასთან დაკავშირებით გავამახვილოთ თქვენი ყურადღება და ის ზოგადი მუხლები, რაც სხვა კანონთან ერთად თანხვედრაში უნდა იყოს დამოყვანილი აქ, ამაზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ. ნახეთ, საინჟირო გადაწყვეტილებები მოთხოვნები დავცამი მოაჟირებისა და მოწყობისა და ექსპლუატაციის ექსპლუატაციის მიმართ. ნახეთ როგორ არის, ვიდრე უშუალოდ სასწავლო მასალას ტიუტორიალს გავშლით, ანუ სახელმძღვანელოს, ჯერ მაინც ეს 477 ჩავიკითხოთ, ჩემი თხოვნაა. მოკლედ, ეს ნორმა გვეუბნება, რომ იქ სადაც აქტიური სამუშაოები თუნდაც არ არის, მაგრამ მშენებლობის ან მონტაჟის პროცესში არსებობს ადამიანის ღია პირობებში მუშაობა და გადავარდნის საშუალება ან რაიმე საგნის ყურადღებად დატოვებული საგნის მოუკონტროლოდ გადმოვარდნა აუცილებელია იყოს მოაჯირული სისტემა თავისი პარამეტრებით და რაზეა საუბარი. მოაჯირი დროებითი პერიფერიული მოწყობილობა ამაზეა საუბარი და არა სამშენებლო ან რაღაც არქიტექტურულ მოაჯირზე. ეს უნდა დამზადდეს სპეციალური ვერტიკალური საყრდენებისა და ამ ვერტიკალურ საყრდენებზე ჰორიზონტალური კარგად დამაგრებული ძელების მიხედვით. სულ რამდენიმე თვის წინ ამავე დადგენილებაში შევიდა კორექტირება და სპეციალური დადგენილება არის გამოცემული, რომელზეც დღეს თავს არ შეგაწყებთ, უბრალოდ მოგახსენებთ რა ცვლილება შეიტანს. აი ამ ლურჯ ფონზე გამოხატულ ტექსტში მოაჯირის ვერტიკალურ საყრდენთან დაკავშირებით შევიდა EN სტანდარტით, ანუ ეს არის ევროპული და საერთაშორისო ნორმით მიღებული სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს სწორედ იმ სახის მოაჯირის გათვალისწინებას, რომელიც კონკრეტულ დატვირთვას უნდა უძლებდეს. რას ნიშნავს? თუ დღეს ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ლითონის მასა ან თუნდაც არმატურა მოვიხმაროთ, დღესდღეობით ჯერ კიდევ 2026 წლამდე აქ ამ კანონის ძალაში შესვლა, თუმცა დღეს მოქმედია. თუ ჩვენ დღეს შეგვიძლია ეს პერიფერიული მოწყობილობა დროებითი რაღაცა დავუშვათ არმატურის ნაწილი გამოვიყენოთ ვერტიკალურ სვეტად 2026 წლიდან, ამის საშუალებას აღარ გვაძლევს ნორმატივი. უნდა გქონდეს EN სტანდარტის
მოწყობილი და სპეციალური ქარხნული გამოშვების ვერტიკალური ძელი თქვენ წარმოიდგინეთ. დღეს მაგალითად სხვა სახის პლატფორმები, ელემენტარული გადასატანი კიბე, გასაშლელი კიბეები, ცოტა ჟარგონით ვიტყვი, აი მღებავის კიბეებზე და მალე არის კიბეებს იძახიან ხოლმე გადასატან კიბეებზე. ძალიან ხშირად ალბათ სახლებშიც უამრავს გვაქვს. დღეს ამ კიბეებზე გამოყენება ის უფლება მდგომარეობის შემდეგში არ გვაქვს დაქირავებულ შრომის დროს სამუშაო ადგილებზე არ გვაქვს უფლება კუსტარულად ხელი დამზადებული ხის ან სხვა მოწყობილობისგან აგებული სამსახურიანი კიბეც კი გამომიყენოთ. აუცილებელია ყველა კიბე იყოს შეძენილი თავისი პასპორტით, თავისი ხო თითქოს მარტივი მომენტია ხა გადასატანი კიბე რა ვიტყვის, მაგრამ უამრავი შემთხვევაა. მე მგონია ხოლმე პირადად რომ გაუთვალისწინებელი ახალი იმ დღეს მოტანილი კიბეს არასწორად დადგმის გამო გამოცდილმა ხელოსანმა ხელი მოიტეხა 60 წლის კაცმა, ეს იყო 5 წლის. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ თითქოს არაფერ ერთ დაუდევარ წუთში და რამდენიმე წამში ხდება ის რაც არ უნდა მოხდეს და რისთვისაც ვიბრძვით ჩვენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები. მოკლედ, დღეს თუ კიბეზე გთხოვენ რომ იყოს ქარხნული გამოყენების 2026 წლიდან მოაჯირების დროებითი მოაჯირების მოწყობის დროს ზუსტად იგივე სტანდარტის და იგივე ქარხნული დამზადების მოაჯირის დეტალი უნდა იყოს გამოყენებული, ამის თქმა მინდოდა. მოკლედ, მოაჯირი უნდა შედგებოდეს ვერტიკალური საყრდენი, ზედა და შუა ჰორიზონტალური ძელებისაგან. მოაჯირის ძირზე უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სანტიმეტრის სიმაღლის ქვედა ჰორიზონტალური ძელი. მოკლედ, შუა ჰორიზონტალური ძელი უნდა იყოს 50-დან 60 სანტიმეტრამდე, ხოლო ზედა ძელი 90-დან 120 სანტიმეტრამდე. მეგობრებო, ილუსტრირებულ დოკუმენტზე გადავალ და ძალიან მარტივად გავერკვევით თუ რა წერია ამ რთულ ერთ შეხედვით რთულ აბზაცში. მოაჯირი გათვალისწინებულია ადამიანის აგებულების მიხედვით. პირველი 10 სანტიმეტრი რაც ახლა მოგახსენეთ, ეს არის დაახლოებით დასაქმებული ადამიანის კოჭის სიმაღლე. შემდეგ შუა პლატფორმიდან 50-60 სანტიმეტრი ჰორიზონტალურ ძელზე საუბარი. ეს არის დაახლოებით მუხლის სიმაღლე დასაქმებულის. ხოლო ზედა ნაწილი 90-100 სანტიმეტრი ეს არის წელის სიმაღლე. თუ რაშია საქმე? გაკვეთილი ცვლილებისას მოგახსენებთ აუცილებლად. შემდეგ არის მთელი რიგი დეტალები ჩაშლილი ამ ჩვენს ქართულ დადგენილებაში, თუ რა სად უნდა იყოს გადაკვეთის წერტილი, რა ჩანაცვლება შეიძლება გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ნახეთ, ვერტიკალური საყრდენი ძელების გამოყენებისას მათ შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 50 სანტიმეტრს. ანუ დღეს ჩვენ თუ კუსტარულად, ასე ვთქვათ, ჩვენს ხელთ არსებულ არმატურებს ან სხვა საყრდენ საშუალებებს გავითვალისწინებთ და არ ვიყიდით ასე ვთქვათ სტანდარტულს, მათ შორის დაშორება უნდა იყოსო არა უმეტეს 50 სანტიმეტრი. ეს ერთი ნიუანსი. და ყველაზე მთავარი, ნახეთ, ყვითელ ფონზე ლურჯად გამუქებული შრიფტით. წერან მოგახსენეთ ადამიანის აგებულების მიხედვით არის გათვალისწინებული მოაჯირის პარამეტრები. სამუშაო პროცესში ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ნებისმიერი დადგენილება, რაც შრომის უსაფრთხოებას ეხება, ითვალისწინებს, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული რუტინულ 8 საათიან სამუშაო რეჟიმში, როცა ადამიანი ასე იგი უწყვეტ სამუშაო პროცესს ასრულებს. მისთვის ყველა გარემო უნდა იყოს ინჟინრულად დაცული და თითოეული ადამიანი უნდა იყოს ინდივიდუალურად დაცული თავისი ინდივიდუალური საშუალებების ჩაცმულობით და ეკიპირებით. მოაჯირი უნდა უძლებდეს 5 სანტიმეტრის დისტანციიდან არანაკლებ 90 კილოგრამი ტვირთის მიწოლით დატვირთვა, სადროსაც მოაჯირის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 სანტიმეტრს. თითქოს რაღაცა ჩაწოლილი ტექსტია, ხო? მარტივად გეტყვით. როცა მუშა მოძრაობს და ერთ-ერთი 101 მოძრაობის დროს დაუშვათ რაღაც ტვისტი გადააქვს და წაბორძიკება გააკეთა რაღაც ან ვინმეს ხარი უნდა რომ ააცილოს და შეჯახება არ მოახდინოს, ან უბრალოდ მოაჯირისკენ ზედმეტად გადაიხარა. თუ მოახერხა ის 90 კილოგრამი წონის ადამიანმა მოაჯირზე მოახერხა, აი დარტყმა, ანუ მოაჯირმა უნდა დაიცვას და არ მოხდეს გადაგდება გადაბარდნა ამ ადამიანის ამ ტვირთის. ნახეთ, მოაჯირის ათვისება უნდა კონდეს, აი აქ ცოტა კულმინაციასავით არის. უნდა გაუძლოს 90 კილოგრამ დატვირთვას, გადახრა გააკეთოს, არ უნდა გადაწყდეს და ასე ვთქვათ, რბილად უნდა დაბრუნდეს თავის მდგომარეობაში. ეს იმას გულისხმობს, რომ
ადამიანი, რომლის წელის სიმაღლე არაუმეტეს 120 სანტიმეტრი იქნება, ადამიანი დაცული იქნება ამ მოაჯირის ასეთი მანევრისგან. რეალურად ეს ქართული გამოგონება არ არის. თუ კარგად ევროპულ სტანდარტებს კარგად ჩავხედავთ, ცოტა ინჟინრული თვალით, ნახავთ, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან მაღალი დაკვირვების და სწორი ინჟინრული ანალიზის შედეგად შემოტანილი სამუშაო პრაქტიკაში უსაფრთხოების თვალსაზრისით. შემდეგი დამზადების ტექნიკური პარამეტრებია, რაც მთელი რიგი ნიუანსებს ითვალისწინებს. აქ სადღაც გამორჩენილი მაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ დროებითი მოაჯირის მოწყობის დროს თუ ვიყენებთ ხის საშუალებებს, ანუ ელემენტარულ ფიცარს, ფიცარის სისკეც კი გათვლილია, თუ არ ვცდები, სისქე უნდა იყოს არანაკლებ 4 სანტიმეტრისა. ხოლო თვითონ სიმაღლე, ასე ვთქვათ, ფიცრის ხის მოწყობილობის უნდა იყოს არანაკლებ 10 სანტიმეტრის. აქ უამრავი ნიუანსია, რომელზედაც არ მოგაწყენთ ახლა და არ წაგართმევთ დროს. ძალიან ბევრი დეტალი შეიძლება ვნახოთ, მე მინდა ძირითად პარამეტრებზე მოვახდინო საუბარი. ნახეთ, მოაჯირი, აი უკიდურესი, აი რომ წარმოვიდგინოთ აივანი, აივნის უკიდურესი წერტილიდან შიგნით მხარეს უნდა იყოს 10 არანაკლებ 10 სანტიმეტრზე მანძილით დაშორებული. ანუ 10 სანტიმეტრის იქეთ აღარ უნდა იყოს მოაჯირის დაყენება, არ არის რეკომენდირებული. კი ბატონო, ეს და ერთ-ერთი აუცილებელი სიტყვა კომპეტენცია. ხო, მოკლედ ერთ-ერთი მუხლი ვაპატიეთ, ახლა ცოტა გამეცდა ტექსტი. ზოგადი მოთხოვნები ხარაჩოების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ. ძალიან ბევრი მშენებელი, ახლა დარწმუნებული ვარ თუ მსგავს ლექციაზე რომელიმე თქვენგანი პირველად ხართ, ასე ვთქვათ, შეხვედრაზე ან გაკვეთილზე როგორც გინდა დავართ. ხარაჩოების და კიბეების ეს პრიმიტიული საუბარი, აი თქვენ კი არა, პირდაპირ გეტყვით მშენებლებსაც დღეს ძალიან როგორ ვთქვა, ძალიან მარტივად და ძალიან მართლა პრიმიტიულად ეჩვენებათ და ვერ ჩამოყალიბდით ჯერ, არა მარტო ჩვენთან საქართველოში, ზოგადად სამუშაო გარემოში, რომ შემოსუსაფრთხოებაში არ არსებობს მაღალი და დაბალი ნიშნულობის საკითხები, ასე ვთქვათ. ხარაჩოების მოაჯირები უნდა იყოს ზუსტად იგივე პარამეტრებზე გათვლილი, ეს ნაწილი გვეუბნება, მუხლი გვეუბნება ამ დადგენილებისა, ზუსტად იგივე პარამეტრებით, რაც მოგახსენეთ მოაჯირებთან დაკავშირებით. ტერმინი კომპეტენცია. ხარაჩოს მონტაჟი, მისი მიღება, მისი ინსტალაცია, მისი შეფასება, მე გაკონტროლება მოთხოვნილია, რომ იყოს აუცილებლად კომპეტენტური პირის მიერ. ერთ-ერთ შეხვედრაზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან ძალიან გულწრფელად დავიჩივლე. ამდენი წელია უკვე საუბარია, 2017 წელს არის ეს დადგენილება მიღებული. ამდენი წელია საქართველოში უკვე ამაზე ძალიან გამახვილებულია ყურადღება, არა თუ ნებისმიერი ინციდენტის, არამედ რიგით შემოწმების დროსაც ძალიან სკრუპულოზულად ხდება, მე ვიცი, თითეული ამ საკითხის შემოწმება. ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ ამხელა სამშენებლო ბუმია საქართველოში, თბილისში მით უმეტეს, ვერც ერთმა დეველოპერმა და სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო შეექმნა თუნდაც დროებითი ლაბორატორია, სადაც თუნდაც უახლოესი 6 ან რამდენიმე თვის განმავლობაში მოიწვევდა გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებიც ასწავლიდნენ ხარაჩოს აგებას, დაშლას, მის კონტროლს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სიტყვა კომპეტენცია შემთხვევით არ გამიკეთებია ამაზე აქცენტი. ხარაჩო ჯერ უნდა ააგოს ხარაჩოს მცოდნე ადამიანი. მცოდნე რაში გამოიხატება ხარაჩოის კომპეტენცია და სწავლულობა, ასე ვთქვათ. პირველ რიგში ნებისმიერი ხარაჩო რახან თქვით რომ უნდა იყოს ქარხნული, პირველ რიგში უნდა იყოს განხილული ის სახელმოძღვანელო, რომელიც თან ახლდება ამ პერიფერიულ მოწყობილობას.
სახელმძღვანელოს მიხედვით უნდა იყოს ყველა დეტალი, ყველა შეერთება, ყველა ქანჩი, ჭანჭიკი გამოყენებული და შესაბამისად იყოს აგებული. არ არის მარტივი პროცესი, ახლა როცა უბრალოდ ორსაფეხურიან ხარაჩოზეა გადასატან გორგოლაჭიან ხარაჩოებზე საუბარი, შეიძლება ცოტა მარტივად გვეჩვენოს საკითხი. მაგრამ როცა 25, 27 და 30 მეტრიან გარე ფასადზეა საფასადე ხარაჩოს აგება, დამჯერეთ ძალიან ნელა უნდა შესრულდეს, დაკვირვებით უნდა შესრულდეს სამუშაო და შემოწმება უნდა იყოს ყოველთვის მართლა კომპეტენტური პირის მიერ. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვაპირებ, რომ ახლა ჩავშალოთ დღევანდელ გაკვეთილზე, უბრალოდ ყურადსაღები მომენტი რო იყოს საჭიროებისთვის თქვენს მომავალ ცხოვრებაში. კომპეტენციას რატო ითხოვს დღევანდელი კანონმდებლობა? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოგახსენეთ, მე არ ვიცი დღემდე და სამწუხაროდ ვენც ინსპექტორმა გამცა პასუხი, რომ რომელიღაცა სამშენებლო კომპანიაზე აქვს სასწავლებელი სპეციალურად და პატარა მცირე ლაბორატორიაც, რომ თქვათ სხვა კომპანიის მუშაკები ასწავლოს ხარაჩოსთან დამოკიდებულება, მიუხედავად ამ კითხვისა მათ მითხრეს, რომ ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის, მაგრამ დრო მოიტანს, რომ აუცილებლად და კონკურენცია რომ აუცილებლად დაჭირდებათ. რას თვლიან დღეს კომპეტენციად? თუ გამოცდილმა სამშენებლო ჯგუფმა, ბრიგადამ, დაუშვათ 10 კაციანმა, მოახერხა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან ერთად გაიარა ზოგადი, პირველ რიგში ზოგადი სწავლება მაღლების სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დაუჯერა უსაფრთხოების ინსტრუქტორს და მართლა გადაშალა იმ ხარაჩოს ან სხვა მოწყობილობის სახელმძღვანელო, სადაც უსაფრთხოების, მისი სწორად აგების, სწორად მონტაჟის და ამ შემდეგ საკითხებს გაეცნო, დამიჯერეთ ეს ადამიანები უკვე კომპეტენტურები არიან. მაგრამ მე როგორც მესამე დამკვირვებელი თვალი, ასე ვთქვათ, სასურველია და აუცილებელია მოწვეული იყოს უფრო გამოცდილი ხარაჩოს შეფასების ექსპერტი. აქ ხარაჩოს ამგებებზე იყო საუბარი, რომ იმ ადამიანებმა დროთა განმავლობაში უნდა ისწავლონ ხარაჩოსთან დამოკიდებულება, ხოლო შეფასება გააკეთოს უფრო დაკვირვებულმა თვალმა, უფრო მაღალი კომპეტენციის ხარაჩოს ექსპერტმა, რომელიც შემდეგ მოგცემს რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციაში შეიძლება იყოს, რომ დაუშვათ პირველ 3 იარუსზე დასაშვებია ერთ ვერტიკალზე მუშაობა, რაც იგულისხმება, რომ სამივე იარუსზე შეიძლება ერთ და იგივე ვერტიკალზე იყოს 3 ადამიანი, რომელიც გარედან ერთმანეთს რაღაცა ნივთებს მიაწოდებს და გააკეთებს საფასადე სამუშაოებს. თუმცა შეიძლება იყოს პერიმეტრები იგივე ხარაჩოზე, სადაც მსგავსი სამუშაო არ უნდა გაკეთდეს და იქ სხვა სამუშაოებისთვის არის ხარაჩო მოწყობილი. აი ესეთ ნიუანსებზე აკეთებს ის ხარაჩოს შეფასებელი შემდეგ კომპეტენტური ეგრეთ წოდებული პირი, რაც ძალიან კაია, მე მქონია ხოლმე შეხება ასეთი კომპეტენციის ჩემს კოლეგებთან და მთელი რიგი რაღაც ნიუანსებს და დეტალებს ისეც საინტერესოს ამბობდნენ ხოლმე გამოცდილების და მიხედვით, რომ ნამდვილად ვემხრობი, რომ კომპეტენტური პირის მიერ უნდა იყოს ყოველთვის მსგავსი მოწყობილობა შეფასებული და შემოწმებული. ნახეთ რა ნიუანსია ხარაჩოს ესე იგი საფეხმავლო იქ სადაც ადამიანები დგანან საფეხმავლო გადასასვლელები ზოგჯერ წამწალებსაც უწოდებენ ის ჰორიზონტალური სადგამები, რადგან ადამიანები სამუშაოს ასრულებენ, არ უნდა იყოს 3 მეტრზე მეტი სიგრძის. ანუ საყრდენი ბოძებით არის ჩაკეტილი ხარაჩოს შემთხვევაში და ეს კანონი გვეუბნება, რომ ბოძებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს. მოკლედ სხვადასხვა სახის ხარაჩოებია ამ დოკუმენტს ვკითხულობ, სადაც განსხვავება არის შემდეგში, რომ არსებობს დაუშვათ საფასადე ხარაჩო, რომელსაც თავისი საფეხმავლო ბილიკები მოყვება იგივე ლითონის და იგივე შემადგენლობის, როგორც არის მისი ვერტიკალური ბოძები. თუმცა არსებობს სხვა სახის ხარაჩოები, რომლებსაც მხოლოდ ჩამკეტები და ვერტიკალური ბოძები მოყვება. მათ ეწოდება მილის და ხამუთის ხარაჩოები, ანუ საფეხმავლო, მის თქმა მინდა რომ საფეხმავლო მოწყობილობები შენ თვითონ უნდა ააგო დამოუკიდებლად და მაგაზე არის გათვალისწინებული სწორედ ეს 13 ჩანაწერი,
საფეხმავლო გამოყენებულ დეტალებზე. ფიცრებს ან ლითონის ფურცლებს შორის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 3 სანტიმეტრს. ანუ როცა ხარაჩოზე ადამიანი მოძრაობს, ფეხის ჩავარდნის კი არა, ფეხის ნაწილის ჩაყოფის საშუალებაც არ უნდა ისეს ამ მოწყობილობამ. რატო? იმიტომ რომ მუშაობის დროს ადამიანი ვერ საზღვრავს ვიდრე სამუშაოს არ დაასრულებს, თუ მის მიღმა სამუშაო შემსრულებელზე მაქვს საუბარი, მის მიღმა რა ნიუანსია არასწორად დაყენებული. ამაში დამიჯერება. ამიტომ ჭირდება აუცილებლად შრომის უსაფრთხოება და ზოგადად ინსტრუქტორი და ის კომპეტენტური პირები, რადგან ზემოთ იყო საუბარი. სამუშაო პლატფორმის სიგანი არ უნდა აღემატებოდეს 80 სანტიმეტრს. უკაცრავად არ უნდა იყოს ნაკლები 80 სანტიმეტრს. ნუ ეს ისეთი საპოლემიკო თემაა დღესაც. თავში ვიკავებ თქვენ არ გადაგდით ნამდვილად, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ეს ნიუანსი ცოტა გასასალაშინებელია. საუბარია იმაზე, რომ 80 სანტიმეტრის ნაცვლად ყველა ევროპულ, ბრიტანულ საერთაშორისო ნორმებში ყველგან წერია, რომ მინიმუმი ეს არის 53 სანტიმეტრი. რაც გულისხმობს ადამიანის, დასაქმებული ადამიანის მოყვანილობის, ასე ვთქვათ, სიგანეს. ანუ 80 სანტიმეტრის სისქის ადამიანი სამუშაო ასეთი რთული სამუშაოს პირობებში ნაკლებად დასაშვებია. ეს არის გათვალისწინებული, ეს ნამდვილად იცი. ამიტომ ეს ნიუანსი მალე გასწორდება, მეც მქონდა ამაზე საუბარი, ანუ შეიძლება იყოს 80 სანტიმეტრზე ნაკლები, ოღონდ სხვა პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტს. იმ დადგენილებაში შევიდა ამ 14 ჩანაწერთან დაკავშირებით ცვლილება, რადგან ზემოთ მოგახსენეთ, როგორც ვერტიკალურ ბოძებთან დაკავშირებით დადგენილებამ გაითვალისწინა, რომ შეიძლება იყოს 80 სანტიმეტრზე ნაკლები ხარაჩოს სიგანე, ოღონდ დანარჩენი პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს EN, ანუ ევროპულ სტანდარტს. ასევე ხარაჩოს სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოები უნდა ტარდებოდეს კომპეტენტური პერსონის მიერ. შეგნებულად გავუსწრებ კომპეტენტურს და ზემოთ გითხარით მოკლედ, ვის თulis დღეს ქართული კანონმდებლობა და ზედამხედველობა კომპეტენტურ პერსონად. დაკიდული ხარაჩოები. ეს იმდენად უფრო რთული საკითხია, დაკიდული ხარაჩოების შეძენის, მისი გამოყენების, გასხვისების, გაქირავების უფლება აქვს სპეციალურად აკრედიტაცია მიცემულ ორგანიზაციებს. ეს ცოტა ცდება მთელი რიგ საკითხებს და ძალიან ხშირად ასე კუსტარულად ქირავობენ რამდენიმე მშენებლობა მოვლი დაკიდულ ხარაჩოებს, ეგრეთ წოდებულ ლულკებს ეძახიან, რაც გამოიყენება ფასადზე სამოძრაო გარემოში, ანუ შეღებვის დროს, ფასადის შეღებვის დროს სხვადასხვა სიმაღლეზე, 25 მეტრიდან დაეშვება და სხვადასხვა დაბალ სართულებს ის ფასადის მოწყობას ახდენს. ეს დაკიდული ხარაჩოების გამოყენების უფლება გაქირავების და გასხვისების კომპეტენტურ, აი სპეციალურად აკრედიტირებული უნდა მქონდეს, ისე როგორც ამწე მოწყობილობებზეა საუბარი და ეს არ არის ყველა უსაფრთხოებაში ჩართული ყველა ადამიანის კომპეტენცია, ანუ რაღაც ძალიან კონკრეტული საკითხია, ძალიან მარტივად რომ გითხრათ. სხვა ნიუანსები, ყველაფერი თვითამწეობის და ასე შემდეგ ჩაშლილია ამ დოკუმენტში. ჩვენ ახლა უბრალოდ სწავლება რო გავაგზავნოთ, მინდა გადავიდე იმ სახელმძღვანელოზე, რომელიც უფრო ნათელს მოქმედს იმ ყველაფერს, რაზეც ამ წუთში ვისაუბრე. ყოველი ექსპლუატაციის შემდეგ პერიოდულად უნდა მოხდეს ყველა ხარაჩოს შემოწმება არანაკლებ 7 დღეში ერთხელ. ესეც ცოტა საპოლემიკო საკითხია, იმიტომ რომ ზოგიერთი ხარაჩო ისეთი ინტენსივობით გამოიყენება, რომ დაუშვათ ყოველ დილითაც შეიძლება საჭირო იყოს და რატო? შეიძლება იყოს გარემო, სადაც საფასადე ხარაჩო მაგალითად ძალიან ქარიან გარემოში არის დაინსტალირებული შენობის ფასადზე და თუნდაც არასამუშაო დღის შემდეგ ქარის ზემოქმედება და ბუნებრივი პირობების ზემოქმედება შეიძლება ისეთი ნიუანსი დააზიანოს და ასე შემწყობიდან გამოიყვანოს, რომლის შემოწმება კარგ შედეგებს არ მოიტანს. ამაზეა საუბარი, რომ შეიძლება ინტენსივობა ისეთი კონდეს, რომ დამოუკიდებლად თქვა, რომ ყოველ დღე საჭიროა ამის შემოწმება. უსაფრთხოების ბადეები, ესეც თუ ილუსტრაციები არ გაჩვენეთ ძალიან რთულია, ეს არის მართლა სამშენებლო გარემოს თემა, ალბათ ძალიან ხშირად გინახავთ თბილისში მიწვანდებით და
საქართველოს ან იმ რეგიონში, სადაც ინტენსიური მშენებლობა მიტის დღესაც, უკვე 9 მეტრზე ზემოთ სიმაღლეზე, როცა შენობა ნაგებობის კონსტრუქცია უკვე ავიდა გრუნტიდან 9 მეტრის დაახლოებით 9 მეტრის სიმაღლეზე უკვე აუცილებელია უკონტროლოდ გადმოვარდნილი საგნების ასაცავად სპეციალური ბადეების მოწყობა, ხოლო ამ ბადეების მოწყობ ორგანიზაციას ასევე აუცილებლად აკრედიტაცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, სპეციალური დეპარტამენტია, მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტი და თუ ამის აკრედიტაცია არ აქვს ორგანიზაციას, არ აქვს უფლება თვითნებურად დააყენოს რომელიმე სამშენებლო ბრიგადამ. ამ ყველაფერს აქვს თავისი მოწყობის, დაყენების და სანდოობის წესი, ასე ვთქვათ. ხო, დანარჩენი ამ ყველაფერზეა საუბარი, თითოეული ბადის უჯრედი რამდენი რა მოყვანილობის უნდა იყოს და რა პარამეტრების უნდა იყოს და თქვენ წარმოიდგინეთ, ნახეთ 2250 კილოგრამი, სადღაც კილონიუტონების სერია თითოეული პლატფორმის, სიმაღლეზე სამუშაო პლატფორმის დატვირთვა უნდა იყოს განსაზღვრული. თუ რა სიმძიმის, რა კილონიუტონ ძალის გაუძლებს, ხოდიში ვიხდი, რა კილონიუტონს გაუძლებს თითოეული პლატფორმა, იგულისხმება კილონიუტონი დარტყმის ძალა, რომ დაუშვათ 100 კილოგრამიანი ადამიანი, ფილდრის ემჟე ფორმული ჩვეულებრივად კილონიუტონს განსაზღვრავს და როცა გვეუბნები რომ დაუშვათ 2225 კილოგრამის დატვირთვას უსწრებს, ეს იგულისხმება რომ დაახლოებით 225 კილოგრამის ტვირთი შეიძლება დაიდოს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სხეულის ეს უკვე კამრების აგებულებაზეა თუ არ ვცდები, თუ არ მეშლება, საწინააღმდეგო ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებზეა საუბარი. მთელი რიგი დეტალები არ ჩაშლილი, თუ რა მოყვანილობის უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალება, ეგრეთ წოდებული ვარდნის შემაკავებელი კამარი და ასე შემდეგ. დამაკავშირებელი მოწყობილობები უნდა უძლებდეს 2268 კილოგრამის 22.2 კილონიუტონ დაჭიმულობის ძალას. აქ არის საუბარი ლაიფლაინებზე თუ არ დამჭერი მოწყობილობები. მოკლედ თქვენის ნებართვით შესვენების გარეშე გადავალ სიმაღლეზე მუშაობის იმ პატარა სახელმწიფოებთან, რაც შეძლებს დაგვარად თქვენთვის არ მომზადებული. დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ეკრანზე ამ ყველაფერს კითხულობთ ჩემთან ერთად. მეგობრებო. კარგი, მადლობთ. კარგით, მოკლედ. კიდევ ერთხელ, ესე იგი, საქართველოში მოგვიყვება საკანონმდებლო ნორმა, მუშაობად, სიმაღლეზე მუშაობად თვლის საქმიანობას, რომელიც 2 მეტრთან მეტ სიმაღლეზე სრულდება. თუმცა 2 მეტრიდან და 1 მეტრიდან ვარდნა პოტენციურად ორივე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს. სიმაღლეზე მუშაობის საფრთხის წარმოქმნა ძირითად მიზეზებს წარმოადგენს ვარდნის დისტანცია, ვარდნილი საგნები, მსხვერპლი ზედაპირი, დახრილი ზედაპირები, დაუცველი ნაპირები, არა სტაბილური გამომართველი საშუალებები, ეს საშუალებებია კიბეები, ხარაჩვები, პლატფორმებია გამორჩენილი, ამ წესაშუალებები და როცა გარე პერიმეტრზე მუშაობთ მეტეოროლოგიური პირობები. თუ არ ვცდები იგივე დოკუმენტი, რაც ჩვენ ახლა გამიხილეთ, თუ არ მეშლება 10 თუ 15 მეტრწამი ქარის შემთხვევაში გრძალავს მაღლივი სამუშაოების შესრულებას. ამ წესამუშაოებზე ცოტა სხვაგვარად არის, იქ უფრო განსხვავება 1-ია 10 მეტრწამი აკრძალულობა, მეორეა 15. ზუსტად აღარ მახსოვს. ამიტომ თვალისწინება, რომ სიმაღლეზე მუშაობისთვის გასათვალისწინებელია მეტეოროლოგიური პირობები. მართვის იერარქიული სისტემა, მოკლედ აქ ძალიან მოკლედ არის, უფრო მოკლედ არის წარმოდგენილი, თუ გვაქვს საშუალება, რომ სიმაღლეზე შესასრულებელი რაღაც დავალება საერთოდ გამოვიწყოთ და არ გავაკეთოთ და სხვა საშუალებით გავაკეთოთ, ეს არის მწვანე ფორმაში ფაქტიურად გამორიცხულია, გამორიცხვა, ანუ საფრთხე გამორიცხეთ იმ ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე. ვარდნილი საგნების პრევენცია, მოაჯირები ასე შემდეგ და ვარდნის დისტანციისა და შედეგის სიმძიმის შემცირება. შედეგის სიმძიმის შემცირებას გულისხმობს შემდეგს. საქართველოში ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული სამაშველო
უზარმაზარი გაბარიტის, დიდი გაბარიტის ბალიშები, გასაბედი ეგრეთ წოდებული ბალიშები, რომელიც ითვალისწინებს თუ არ მეშლება 20 მეტრი 20 მეტრამდე სიმაღლიდან ადამიანის ვარნის შემთხვევაში ადამიანის ლეტალურ შედეგებს ამცილებს. ანუ როცა სიმაღლიდან ადამიანი ჩამოვარდება და ბალიშზე დავარდება, ამ სპეციალურად ხელოვნურ მოწყობილ ბალიშზე, ადამიანის გარდაცვალება არის გამორიცხული, მცირე რიგი ტრავმები ალბათ შეიძლება რომ მოხდეს. სიმაღლეზე მუშაობის თავის არიდების ალტერნატიული საშუალება. ჩვენ ის ხუთსაფეხურიანი გეგმა რო განვიხილეთ ადრე, ჩვენი მუშაობის პრინციპები, კონტროლის იერარქია, ერთ-ერთი ნიმუშად გითხარით, რომ მაღლების სამუშაოების საფრთხის აღმოფხვრა ეს არის, როცა ერთ-ერთი ნიმუში, როცა მაღალ სტელაჟს ან მაღალ ვიტრაჟს ადამიანი ყოველგვარი ამწეკალათი საშუალების გარეშე ასრულებს, ეს არის გრძელი ჯოხები, რომლითაც ადამიანი ჩამოვარდნის საშუალებას აღარ აძლევს სამუშაო პირობას. ანუ ადამიანი დგას ჩვეულებრივ გრუნტზე და ასრულებს გრძელი ხელსაწყოთი. ვარდნის პრევენცია. აბატონო, აი საშუალებები, რაზედაც დაახლოებით წავარ მოგახსენით, ეს არის ეგრეთ წოდებული მობილური ხარაჩო, ეს გახლავთ ელექტრომექანიკური ამწეკალათა, ეს გამოიყენება მაღალსართულიან შენობებში, სადაც ხელით შეიძლება იმის განთავსება, ხოლო მართვა და ოპერირება აუცილებლად კომპეტენტურმა ადამიანმა უნდა მოახდინოს. მეცად გეტყვით, მე მქონდა შეხება ისეთ რიგით ხელოსნობთან, რომელსაც საზღვარგარეთ მუშაობის დროს ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდათ მიღებული და ასეთი სახის ეგრეთ წოდებულ ელექტრომექანიკურ ამწეკალათების მართვის სერტიფიკატები წარმოუდგინეს. ანუ იქ ვიდრე დაუშვეს მსგავს მოწყობილებაზე სამუშაოდ, რამდენიმე დღიანი პრაქტიკული და თეორიული კურსი გაატარეს და მერე მისცეს უფლება, რომ გამოეყენებინა და ოპერირება მოეხდინა. ანუ აქ შეგვიძლია ჩვენ თითოეული მუშა, რომელიც აქ სამუშაოს შესასრულებლად კალათაში განთავსდება, ამავდროულად მართავდეს, თავისთავად აწიოს, გადაიყვანოს, გაშალოს ეს მოწყობილობა იმ სიმაღლეზე არ რეგულიროს დამოუკიდებლად, ოღონდ ამის სერტიფიკატი მისცეს წინასწარ. აი ეს გახლავთ ასევე ყვითელ ფერში გამოხატული პატარა კალათა, ეს არის ავტოკალათების პირობებში, სადაც ადამიანი უნდა განთავსდეს, აი ეს მოწყობილობა. ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოაჯირებზე რაც ვისაუბრეთ, მეგობრებო, ფაქტიურად ამ კალათასაც იგივე პირობები უნდა ჰქონდეს. ნახეთ, ვერტიკალური ერთი ბოძი, ვერტიკალური მეორე ნაპირა და მესამე განაპირა. შესასვლელი კარი და ჰორიზონტალური ის აუცილებლად ჰორიზონტალური ძელები, ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ლითონისაა წარმოდგენილი, რაზედაც ახლა მოგახსენეთ ხის პირობებში შექმნილ მოაჯირებთან დაკავშირებით. პრინციპი უნდა იყოს ყველა შემთხვევაში ერთ და იგივე. ქვედა კოჭის სიმაღლის დაცვა 10 სანტიმეტრი სიმაღლისა უნდა იყოს პირველი ჰორიზონტალური ძელი. მეორე უნდა იყოს იატაკიდან 50-60 სანტიმეტრამდე, ანუ მუხლის საშუალო სიმაღლე, ადამიანის მუხლის საშუალო სიმაღლე. და ბოლოს წელის სიმაღლეზე ეს არის 90-120 სანტიმეტრი ჰორიზონტალური მდებარეობა იატაკიდან. სამშენებლო, სამღერლო კიბე, გადასატანი კიბე, ეგრეთ წოდებული, რომელიც თავისი გამოყენებით პირობებს გულისხმობს და ამის შესახებ მოგახსენეთ. მინდა დროებით გავამახვილოთ ყურადღება ამავე ფოტოზე წარმოდგენილ ხარაჩოზე. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული მობილური ხარაჩო, რომელსაც ზედმეტი სტაბილიზატორები ამ შემთხვევაში არ გააჩნია. რამდენიმე სურათის შემდეგ ვნახავთ სხვა მსგავს მოწყობილობას, რომელსაც ის სტაბილიზატორები აქვს, რომელიც ასევე დამატებითი კონტროლის ზომა აქვს ხარაჩოზე უსაფრთხო მუშაობისთვის. და ხარაჩოს სადგამი, მოაჯირები და ყველა ეს პრინციპი, რაც მოგახსენეთ მოაჯირებთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე უნდა იყოს ანალოგიურ ხარაჩოზედაც. აბატონო, მობილური პლატფორმები, მექანიკური პლატფორმა, ჩვეულებრივი ძალიან კაი საშუალება, ეს საწყობი მეურნეობებში გამოიყენება განსაკუთრებით მაღალ სტელაჟებზე მუშაობის დროს. და ჭერის მოპირკეთებისას სამშენებლო გარემოშიც აუცილებლად გამოიყენებენ. შემდეგი კიბის გამოყენება.
კიბის გამოყენებას აქვს აუცილებელი პირობა. ეს აღარ დაუბრუნდები ნორმას, ზეპირად რაც მახსოვს ნიუანსები. ვერტიკალური ბოძები უნდა იყოს მყარი და თითეული საფეხური ქარხნულად და მყარად უნდა იყოს ჩამაგრებული. სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს თუ არ ვხდები დაშორება საფეხურებს შორის 30 სანტიმეტრს, თუ არ მეშლება და დგომის წესი. მსგავს კიბეებზე სამუშაო შესრულების დროს პირველ რიგში შეგახსენეთ, რომ ძალოვანი სამუშაო ამ კიბეებით არ გაითვალისწინება. მე გულისხმობ რას დაუშვათ, რაღაც სიმაღლეზე გვჭირდება, თქვა კედელზე ბურღვის სამუშაოების გაკეთება. ან რაღაც მძიმე დეტალის დამაგრება ფასადზე. აუცილებლად მსგავსისთვის უნდა მოვიმარჯოთ ხარაჩო ან სპეციალური ის პლატფორმები, რაც ზეღან განახეთ. ამ სახის მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული გადასატანი კიბე ლედერ, გამოიყენება მხოლოდ მსუბუქი სამუშაოებისთვის. რაღაცა ნივთი მივაწოდოთ, ან ჩვენ თვითონ გადავიტანოთ ნივთები და მე გადავიდეთ ამ კიბის საშუალებით სხვა სიმაღლეზე. მხოლოდ ასეთი საშუალო სიმძიმის სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. და დგომის წესი მსგავს კიბეზე, ან გნებავთ ასეთ ჩაკეტილი სახის კიბეზე ამას გეტყვით. რა მომენტია თუ არ ვწდები, როცა 4 მეტრზე და მეტზე ადიხარ, უკვე ეს ვერტიკალური მოაჯირია აუცილებლად გასაკეთებელი. მსგავს კიბეებზე დგომის წესი არის ეგრეთ წოდებული სამწერტილად დგომა, რაც გულისხმობს, რომ ადამიანი როცა სამუშაოს ამ კიბეზე ასრულებს, დაუშვათ ნათურას კიდევ ჭერზე. ორი ფეხი და ერთი ხელი უნდა ქონდეს ჩაჭიდული აუცილებლად კიბეზე და მეორე ხელით ვასრულებდეთ ჩვენს მსუბუქ სამუშაოს. ან ორი ფეხით და სხეულის მთელი ნაწილით ვიყოთ დაყრდნობილი მყარად დადგმულ კიბეზე და ორი ხელით ვასრულებდეთ სამუშაოს. ანუ ადამიანის სამი წერტილი მყარად უნდა ეხებოდეს კიბეზე მუშაობის დროს კიბის ნაწილებს. ეს არის მოთხოვნილი ზუსტად იმ ნორმაში, უბრალოდ აღარ დაუბრუნდები. თუ ჩახედავთ, როცა გამიგზავნით, თქვენთანაც იპოვით ადვილად. მისადგმელი კიბის ზედა თავი მინიმუმ 1 მეტრით უნდა სდებოდეს საყრდენს. ანუ როცა რაღაც მაღალ ადგილზე გადავდივართ, დაუშვათ ერთი ფილიდან გვინდა სამუშაო გარემოში მეორე ფილაზე გადასვლა, ან ერთი სტელაჟიდან მაღალ სტელაჟზე გადასვლა. თუ კიბე მიდგმულია სტელაჟზე, სტელაჟის ბოლო წერტილს კიდევ 1 მეტრით უნდა სდებოდეს, ამაზეა საუბარი, რომ გადასვლის დროს ეს მყარად დადგმული კიბის ის ზედა თავისუფალი 1 მეტრი ნაწილი გამოიყენოთ როგორც მოაჯირი. აი ეს პრინციპები შემიძლია მეთქვა. აი სამწერტილა კონტაქტი კიბესთან დაკავშირებით რაც წეღარ მოგახსენეთ. აი ეს არის ილუსტრაცია სწორედ იმისა, რაც წეღან იყო, ასე უკაცრავად ამას მოვაშორებ, რომ გამოჩნდეს. აი ნახეთ, კიბის ეს ნაწილი უნდა იყოს 1 მეტრით დაშორებული. კიბის დგომა ნახეთ, პრიალაზე დაპირზე რეზინის სადგამებით, რეზინით შემოვლებული სადგამებით და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვედა ნაწილი კედელზეა მიმაგრებული. აი ეს პრინციპი სამკუთხედად რო გამოვითვალისწინოთ, ნახეთ დაშვებული ვერტიკალი ეს შენობისა და ჰიპოტენუზა ქვია თუ არ ვწდები, სამკუთხედის ჰიპოტენუზად რო წარმოვიდგინოთ ეს ჩვენი კიბე. ეს უნდა იყოს 1/4-ზე პრინციპი. ანუ აქ კუთხეს უნდა აკეთებდეს 75 გრადუსიან კუთხეს. აი ესეც კი გათვალისწინებულია. 1/4-ზე რას ნიშნავს? თუ ამის სიგრძეა 4 მეტრი, აი ეს დაშორება უნდა იყოს 1 მეტრი ორს. ასვლის დროს ძალიან ციცაბო ასვლა არ მოგვიწევს, იმიტომ რომ ვითვლებით, რომ მსგავს კიბეზე ჩვენ დაუცველად ავდივართ, არა გვაქვს ლაიფლაინის გამოყენების და დაყენების საშუალება და შესაბამისად უქამრობ შეიძლება მოგვიხდეს ასვლა. ამიტომ კარგად რო იყოს კიბე, ჩვენ არ მოგვიწევს კიდეში გამეორდები ძალიან ციცაბო და ვერტიკალური ასვლა, ამიტომ აი ეს დაქანება უნდა იყოს 75 გრადუსიანი და 1/4-ზე პრინციპი სწორედ მაგას გულისხმობს. სამწერტილიანი კონტაქტით მუშაობაზე ვისაუბრეთ, არასწორი დგომა, წითლად გამოხატულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ტიპი მხოლოდ ბოლო საფეხურზე დგას და ვერაფერს ვერ ეკმამა, წონასწორობა ფაქტიურად დაკარგული აქვს და სხეულის ზედა ნაწილი ჰაერშია საერთოდ. აი ეს ყმაწვილი კარგად დგას. ნახეთ, ორი ფეხი უდგას კიბეზე, როგორც ჩანს და სხეულის დანარჩენი ნაწილითაც დაყრდნობილია შესაბამისად. ამიტომ შეუძლია ორი ხელით სამუშაოს შესრულება.
ხარაჩოებზე ისევ ნახეთ მობილური ხარაჩოც ეხან გამომახვილეთ თქვენი ყურადღება. იგივე სახის ხარაჩო, სადაც რაღაც მაკეტი ადამიანის როგორ ქვია კარიკატურა ადამიანის, რომელიც არასწორი მოძრაობის გამო გადმოვარდა. აი ეს ამ სტაბილიზატორებზე მაქვს საუბარი. და აქ მინდა დაიმახსოვროთ, შეიძლება ქართულ კანონმდებლობებში ნაკლებად ამოიკითხოთ. ენდეთ, რასაც ახლა მოგახსენებთ, ჩემს ცოტაოდენ კომპეტენციას და გამოცდილებას, მეგობრებო. ხარაჩოს, რომელსაც სტაბილიზატორი არ გააჩნია და მასზე ადამიანი დგას, ქამრით ჩაბმაზე ხარაჩოზე ვერ მოვთხოვთ. რა უნდა გავაკეთოთ? ხარაჩოზე, ასეთ ხარაჩოზე სტაბილიზატორის გარეშე ხარაჩოზე მდგომი ადამიანისთვის ჭერის ან მაღალი კედლის რაღაც ნაწილში უნდა მოვაწყოთ ანკერი, ლაიფლაინი, ქამრის მოსაჭიდი საშუალება. გაკვეთილის ბოლოს კიდე განახოთ პრაქტიკულ სურათს, რაზე მაქვს საუბარი. როცა სტაბილიზატორი არ აქვს ხარაჩოს, ადამიანი ქამრით ეკიპირებული, აი ეს მაკეტი რო წარმოვიდგინოთ, ქამრით ეკიპირებული ადამიანი საყრდენი წერტილზე აბავს ქამარს და არა ხარაჩოს რომელიმე დეტალზე. ასეთი სტაბილიზატორი ყარად დადგმულ ხარაჩოზე მუშაობის დროს უკვე დასაშვებია იმის გამოისობით, ჩავთვალოთ, რომ ეს სტაბილიზატორები შემოწმებულია, დგომაც სწორი აქვს, იატაკზე არ სრიალებს და ასე შემდეგ. და მუხრუჭები აუცილებლად ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ჯაკეტი. თუ ასეთ სტაბილიზატორით 4 ცალით მით უმეტეს გამყარებული ხარაჩოა, აქ უკვე ხარაჩოს დეტალზე შეგვიძლია ადამიანს მოთხოვოთ, რომ ქამარი იყოს გამომული აუცილებლად ხარაჩოს დეტალზე. იმიტომ რომ გავითვალისწინოთ, რომ ეს ხარაჩო შეიძლება იყოს 4 მეტრის სიმაღლის, შეიძლება იყოს 6 მეტრის სიმაღლის, თავის დასაშვების სტანდარტიდან გამომდინარე, რაც თავის სახელმძღვანელოში ეწერება. ამიტომ ადამიანს აქ როცა სტაბილიზატორი მყარად გვაქვს, შეგვიძლია უთხრათ, რომ თამამად ჩაებას ხარაჩოს რომელიმე მოაჯირის ნაწილს. ეს ნამდვილად ვიცი და მისაღებია. აი ეს ნაწილები, აი სტაბილიზატორის, ასე ვთქვათ, ფოტო, აი ეს არის ზოგჯერ წანწალას ეძახიან, ზოგჯერ გადასასვლელს ეძახიან, საფეხმავლო სადგამის საშუალება, რომელზედაც ხარაჩოზე განთავსებული ადამიანი დგას, ან ზის და ასრულებს თავის შესაბამის სამუშაოს. ალბათ ერთ-ერთი ნიუანსი ხო, ხარაჩოს გადაადგილება და მონტაჟი, დემონტაჟი. აუცილებლად ხარაჩოს მონტაჟის, დემონტაჟის გადატანის ოპერაცია ორი ან მეტი ადამიანი ასრულებს. დაწყვილში მუშაობის დროს უნდა ძალიან ყურადღებით მუშაობა. ყურადღებით აგება, რომ რაიმე დეტალი არ მოხდეს არასწორად, ეს იქნება ჩამკეტი, ეს იქნება მოაჯირი, ეს იქნება ხამუთი, რომლითაც კუთხეები შეიძლება იყოს შეკრული, არანაკლებ ორი ადამიანისა არ უნდა მოხდეს ხარაჩოს ზე მანიპულირება, მოკლედ რომ ვთქვათ. და აუცილებელი, რასაც ალბათ ძალიან ხშირად გაქვს ნახი, შეიძლება ითქვას, გადაადგილების დროს, როცა ადამიანმა ხარაჩოზე მყოფმა ადამიანმა სამუშაო შეასრულა, დაამთავრა, ეზარებათ ხომ ჩამოვიდნენ და იქვე იგივე პერიმეტრზე 4-5 მეტრით იქეთ გადაადგილდნენ და რამდენიმე კაცს დაეჭიდება ხარაჩოს და ჩვენ პარტიციონული მუშა გადაყავთ სეირნომი. ძალიან ცუდი ამბავია ეს, დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უსაფრთხოდ შეძლოს ადამიანმა გადაადგილება, დამიჯერეთ ხარაჩო ისეთ დეტალებზე მიიღებს დაზიანებას, რომ შეიძლება 4-5 დღე არა, მაგრამ ერთი კვირის მერე აღმოჩნდეს და დაზიანება იჩინოს თავი და ამ დაზიანებამ გამოიწვიოს ინციდენტი. ამიტომ კეთილი უნდა ინებოს მუშამ ჩამოვიდეს ხარაჩოდან და ხარაჩო უნდა გადაადგილდეს სრულიად თავისუფალ მდგომარეობაში. აი ეს მომენტი მქონდა ხედულობაში და მაგწესურად ჩაუმეწია. აი ეს მომენტი არ შეიძლება, ეს ადამიანი უნდა ჩამობრძანდეს და ისე მოხდეს ხარაჩოზე მიწოლა სხვა ადამიანის მიერ. ეს ოლოუენსია დაშვების მაჩვენებელი, როცა ხარაჩოს ექსპერტი მოდის საქართველოს ქართულ კანონმდებლობაში ჯერჯერობით ფერთა ისა რა ქვია კოდირება თუ არ ვცდები, ფერთა კოდირება არ არის შემოსული, ანუ რას გულისხმობ. როცა კომპეტენტური პირი მოდის და ამოწევს ხარაჩოს, გეუბნება, რომ ეს ხარაჩო არის მწვანე უსაფრთხოების ზონაში, ანუ ნიშნავს, რომ ყველა ის სამუშაო რისთვისაც ეს ხარაჩო აგებული დასაშვებია. მეორე, ხარაჩოს რაღაც ნაწილი, აქ მაქვს საუბარი უკვე საფასადე ან სხვა სახის ძალოვან ხარაჩოებზე,
შეიძლება რაღაც ნაწილი ფასადაზე ყოფი ხარაჩოში ითვალისწინებდეს გამოსწორებას და იმ ნაწილზე გააკეთოს ხარაჩოზე დაკეთოს ესეთი გამაფრთხილებელი ესე თქვა მას ინფორმაცია, ასე ვთქვათ, სპეციალისტმა და თქვაც, რომ აქ ვიდრე არ შესწორდება ხარაჩოზე მუშაობა არ დაიშვება. და არის მესამე, ეს არის ყვითელი ფერის მაფრთხილებელი ნიშნები, სადაც აუცილებლად ეწერება თუ რა პირობას ითვალისწინებს. შეიძლება ხარაჩო თავის დგომის პრინციპით ვერ აკმაყოფილებდეს სრულ სტანდარტს, რაც იმას გულისხმობს, რომ სამუშაოები დასაშვებია, გარდა რაღაც სამუშაოებისა და რა სამუშაოები არ არის დაშვებული, სწორედ ის ყვითელი ფერის ცნობარი იქნება დამაგრებული ხარაჩოზე. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და მე რამდენადაც ვიცი დღეს ქართულ კანონმდებლობაში ეს ფერთა კოდირება ხარაჩოსთან ნაკლებად გამოიყენება. მოკლედ კალათები, ამზე კალათები, რომლითაც შეგვიძლია მანიპულირება მოვახდინოთ და რა ვიცი ხშირად მისვამე ხოლმე კითხვას. მეც არ გახლავართ ასე ვთქვათ, ხარაჩოს მაღალი კლასის სპეციალისტი, გარკვეული გამოცდილება მაქვს და შეფასების კომპეტენციაც და ხარაჩოს ინსპექტორის სერტიფიკატიც მაქვს, ხა ტრაბახი ვარ გამომივიდეს. ხშირად მეკითხებიან ხოლმე ხა ამ კალათაზე გამახსენდა სამუშაო პირობების დროს, როცა ამწე საშუალება გვაქვს. დაუშვათ კოშკურა ამწე შეიძლება თუ არა მსგავსი ასე ვთქვათ, როგორ ქვია, გალით ან კალათით ადამიანი ჩავაბათ ამწე საშუალებას და გადავიყვანოთ. ჩემი რეკომენდაცია დაუშვებელია. და რატო? ნებისმიერ შემთხვევაში რასახის ამწეც არ უნდა იყოს, ეს იქნება ჯოჯგინა ამწე, ხიდურა ამწე, თუ მეტეს tower crane როგორ არის ეს მაღალი სახის ამწეები. ეს არის მხოლოდ ტვირთებისთვის მოწყობილობა, ტვირთების გადასატანი ასაწევი მოწყობილობა ამწე კრანი და დამთავრდა. აქ ადამიანების გადაადგილება სრულად დაუშვებელია. თუმცა ამას ძალიან ხშირად შეიძლება ნანახიც გაქვთ, რომ არ გვევენ სამუშაო ადგილებზე. აი ეს გახლავთ, ეს ყვითელი მოწყობილობა გახლავთ სწორედ ის დაკიდული ხარაჩოების პლატფორმა, რომელიც მოძრაობს სპეციალურად დაკიდებულ ვერტიკალურ ტროსებზე, სამართავი პულტით, ელექტროკვებით, რომელთაც ხდება სამართავი პულტის მუშაობა და ადამიანები ფასადზე ახდენენ სხვადასხვა სიმაღლეზე ასვლას, ჩამოსვლას და სამუშაოების შესრულებას. რაც აუცილებელია, ესე ყველაზე უმარტივესი ტროსები, რომელიც ამ პლატფორმის დასაკიდებლად აქ ხარაჩოს მოწყობილია ხარაჩოს, ამ ტროსებზე არ ხდება ადამიანების ჩაბმა, სპეციალურად დაშვებული ტროსია, მესამე ან მეოთხე, თუ ორი ადამიანი მუშაობს, ვერტიკალურად დაშვებული ტროსი და აქ გამოიყენება სწორედ არა ლითონის, არამედ ბოჭკოვანი მოწყობილობის ეგრეთ წოდებული ალპინისტის თოკები ან სპეციალური მოწყობილობით შექმნილი თოკები, რომელზედაც ვერტიკალურად არიან ადამიანები ქამრით ჩაბმული. ანუ დამატებითი lifeline-ი, ოღონდ ვერტიკალური ამ შემთხვევაში აუცილებელია. აბატონო, მოაჯირზე იმდენი წავიკითხეთ, თვალსაჩინოდ რა ვიცი ცოტა შიტი ასე ვთქვათ, გაბერილი ჩანს, მაგრამ მაინც იკითხება. ქვედა ძელი 10 სანტიმეტრის სიმაღლეს, კოჭის დაფარვა. შუა ძელი სამწუხაროდ არ წერია 50-დან 60 სანტიმეტრამდე, ანუ მუხრის დაფარვა და ბოლოს 90-დან 120-მდე ეს არის ზედა ძელი, ჰორიზონტალურ ძელზეა მეგობრებო საუბარი, რაც გარდაუვალი პრინციპია მოაჯირის თუ ხარაჩოს მოწყობის შემთხვევაში. ნაპირების დამცავი საშუალებები, ნახეთ უამრავი ქარხნული წარმოების მხოლოდ დაცვის საშუალება, ეს არ არის სამშენებლო მოწყობილობა, რასაც ხედავთ წითელ ფერებზე, ეს არის მოაჯირისთვის, დროებითი პერიფერიული მოაჯირისთვის. ნახეთ, რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. აი ეს ყვითელი მოწყობილობა მოაჯირის სახით სამუშაო პლატფორმას კრავს, შეიძლება ითქვას.
დაყრდნობილია ასევე ქვემოთ თუ ხედავთ ეგრეთ წოდებულ ძალოვან ხარაჩოებზე. ეს არის ძალიან კარგი მოწყობილობა, რომლის გარეშე ფაქტიურად თანამედროვე მშენებლობის პროგრესს ვერ მიიღებს. ძალოვანი აი ეს ხარაჩოები ქვემოთ რაც დგას, შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ აი ესეთი სახის პლატფორმა მოეწყოს. და ჩხუბი მაქვს ხოლმე რაზე კამათი უბრალოდ ჩხუბი ცოტა ცუდი სიტყვაა. როცა ასეთ მოწყობილობას აგებენ, აუ 2 დღით გვინდა სულ რომ რაღაცა სამუშაოები შევასრულოთ. დაუშვათ აქ თუ არა რომ დავთვალოთ 1, 2, 3, 4, 5 ცალი აი ამ პატარა მონაკვეთისთვის ეგრეთ წოდებული ხის კოჭები. ყოველთვის დაყრიან ხოლმე საპირისპირო მდგომარეობით, ანუ ასე ვერტიკალურად არ დგამენ ხოლმე. აუცილებელია და გათვალისწინებულია, რომ ყველა შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს ვერტიკალურად დაყენებული და ზედ უნდა იყოს შემდეგ პლატფორმა დაჭედილი თუ განლაგებული, რასაც საფეხმავლოდ ვიყენებთ. ეს არის ძალიან აუცილებელი პრინციპი, რომელიც საქართველოს რეალობაში არ არის გამოგონილი და ეს ასე ვთქვათ, სწორ ფიზიკას შეიცავს უსაფრთხოების თვალსაზრისით. აი ესეთ მდგომარეობაში, როცა ეგრეთ წოდებულ სამშენებლო კოჭებს განათავსებთ, მას დატვირთვა ნაწილდება ძალიან პროპორციულად და არ შეიცავს რხევებს. ნახეთ რის თქმა უნდა. როცა ჩვენ ამ ფიცრებს დავყრით მართლა პლატფორმის სახით, უკვე რყევის და რხევის საშუალება აქვს და შეიძლება მოხდეს ისე, რომ ორდღიანი სამუშაო თქვა გაიწელოს 3 დღით, 5 დღით, 1 კვირით და დროთა განმავლობაში რაღაცა უსიამოვნება მოიტანოს. აი ეს არის ყველაზე სანდო ასეთი მდგომარეობა გამოსაყენებელი. ძალიან დიდი ბოდიში ცოტა გადაღლილ მდგომარეობაში გახლავართ და თუ რამე ნიუანსი აქვე გამაჩერეთ, რომელიმე აბზაცი ცოტა გაურკვეველია, არ მინდა რომ რაღაც თეთრი ლექსებით გამოვიდეს დღევანდელი შეხვედრა, ნებისმიერ მომენტში გამაჩერეთ და დამისვით კითხვა. შემდეგი საკითხი, აი უსაფრთხოების ბადეები. აი ეს ბადე არის გათვალისწინებული პირველ რიგში უკონტროლოდ ვარდნილი საგნების დასაცავად, დასაჭერად და მათი ბოლომდე ჩამოვარდნა რომ არ მოხდეს და თავისი მოწყობის აუცილებელი წესი აქვს. მეცაც გეტყვით, ეხლა ჩვენ ნორმატივის განხილვის დროს გითხარით, რომ კომპეტენტური და აკრედიტირებული სამსახურები ახდენენ მხოლოდ მსგავსი ბადეების მოწყობას. ნამდვილად ასე ვიცი და შემოწმების თავისი წესი აქვს. აკრობატ პატიცემულია სანიმუშო ჩამხტარი ამ ბადეში. როცა მშენებელს მოიმსახურება ასეთი კომპეტენტური ორგანო დაუყენებს შესაბამის დროებით ამ დამცავ ბადეებს, იმავ წუთში ხდება მისი შემოწმება. რაც იგულისხმება, რომ რომელიღაც პერიმეტრზე 180 კილოგრამის ტვირთს გადააგდებენ შემთხვევით შერჩეული ნებისმიერი მონაკვეთისთვის ბადის შემთხვევაში და უნდა მოხდეს ბადის შემოწმება იმის დამჭერობაზე, თუ ეს 180 კილოგრამიანი ტვირთი სათანადოდ დაიჭირა ბადემ, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იგი ექსპლუატაციაში მიღებულია. კი ბატონო, აი ეს ჩასაბმელი მოწყობილობები, ცოტა მარჯვნიდან დავიწყოთ, ეს გახლავთ. მთელი სხეულის შესამოსად საჭირო ვარდნის დამცავი კამარი თავისი პატარა დეტალებით. ეს არის დამაგრძელებელი სტოკი, თუ არ ვცდები, სტანდარტულად მიღებულია, რომ მისი სიგრძე უნდა იყოს 180 სანტიმეტრი, ანუ თანამედროვე ადამიანის, თანამედროვე მუშის საშუალო სიმაღლე. ეს არის ვარდნის შემაკავებელი მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული აბსორბენტი. ანუ სიტყვა აბსორბენტი ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ ვარდნას ახშობს. ანუ თუ ადამიანი დიდი სიმაღლიდან მოულოდნელად დაქანებით გადმოვარდა კამარჩაბულ სიტუაციაში, აი ეს არის ეგრეთ წოდებული პარაშუტის პრინციპი, რომელიც სირბილეს ინარჩუნებს ადამიანის ვარდნისგან და დაზიანებას ამცირებს ვარდნის დროს. ამიტომაც ქვია ვარდნის შემაკავებელი დეტალი კამარსარტყელის შემთხვევაში. აი ეს ლურჯი მოწყობილობა იო ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, ატომრაღაც სადაც ჩოხოდრი ვარ ხშირად მაგას გულისხმობ, მაგ ტერმინს იყენებენ. ეს არის ვარდნისგან დამცავი ვარდნის შემაჩერებელი, როგორც ნებავთ ისე ჩავთვალოთ, მოწყობილობა, რომელიც
ნელ-ნელა გაშლის დროს, აი კაუჭი, რომელზედაც ადამიანი ეს უნდა იყოს მყარ წერტილზე მთლიანად მოწყობილობა დამაგრებული აუცილებლად პირველ რიგში ვთქვათ. შემდეგ ეს არის ქამარზე გამოსაკვირებელი მოწყობილობა და თუ ადამიანი გრძელ პერიმეტრზე დაუცველ მოაჯირო გარემოში მუშაობს, ნელ-ნელა მუშაობის დროს თანდათანობით გაწევის დროს ეს მოწყობილობა გვაძლევს საშუალებას, რომ მასში ჩაქსოვილი ტროსი გაიტანოს თქვათ 10, 15 ან 20 მეტრზე. მაგრამ თუ ადამიანს ფეხი დაუცდა დაუცველ გარემოში და ვარდნა განიცადა, ეგრევე კეტავს თავის მოძრაობას და იქვე აჩერებს ადამიანის ვარდნას, ფაქტიურად ყველაზე მაგარი დაცვა არის ეს. ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჰორიზონტალურ გარემოში სამუშაოდ, ასე ვერტიკალურად დაკიდებულ მდგომარეობაშიც. კიდევ რა შეგვიძლია მოვახსოვოთ? ხო, ეს არის, ნახეთ, სამოძრაო ტერიტორია, ეს არის ყველაზე უკიდურესი, ყველაზე კარგი ამბავი, როცა ადამიანს აი ეს არის ნაპირი, სადაც შეიძლება გადავარდეს მოწყობილობა ან ადამიანი, თვითი ან ადამიანი, ხო? მოჭიდების წერტილი და ვარდნის შემოზღუდველეს, ვარდნის შემოკავებელი არ არის, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანი მივიდეს გადასავარდ ზონაში და იმუშაოს კიდეზე, სწორედ ამ პრინციპული დათვით. ანუ არის სპეციალური ქამრები, რომელიც არ ითვალისწინებს, რომ ადამიანს დაიჭერს. ეს არის ქამარი, რომელიც ადამიანს არ მიუშვებს გადასავარდ ზონაში. ნუ ამ დეტალებზე ხა, რაღაც ნიუანსებზე. ეს არის ვერტიკალური ლაიფლაინი, როგორც ეს იზი გვეუბნება, ვარნის შემოკავებელი, შემოსუნგებელი მოწყობილობა და სამოძრაო ხაზი. ეს არის სწორედ იმ ლულკების ეგრეთ წოდებული დაკიდული ხარაჩოების სამუშაო პრინციპი, როცა ეს ადამიანი მოძრავ ხარაჩოზე, ფასადზე მოძრავ ხარაჩოზე გახლავთ სამუშაოდ განთავსებული, ხოლო ეს ლაიფლაინი ვერტიკალურად დაშვებული თოკი აძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერ სიმაღლეზე გადაიტანოს, ჩამოვიდა თქვა მეხუთე სართულზე, აქ დაამაგრა თავის ეს მოწყობილობა, შემდეგ ჩავიდა მესამე სართულზე, იქ დაამაგრა, დასჭირდა მეშვიდეზე ასვლა, აიწია ლუკასთან ერთად და იქ ჩაამაგრა და მოკლედ ლავირების დიდ საშუალებას აძლევს, ოღონდ თოკი აუცილებლად მყარ მდგომარეობაში იმას გულისხმობს, რომ მყარ წერტილზეა უკიდურეს მაღალ წერტილზე ნაგებობისა დამაგრებული. აი ეს მოწყობილობებია და აუცილებლობა, ნახეთ ანკერი. სახურავზე მუშაობა. ეს არის დახურულ სივრცეში ჩასაშვები მოწყობილობა, დახურული სივრცე ცალკე დეტალია, ეგრეთ წოდებული ტრიპოდი, რომელზედაც ადამიანის შემოკავებელი მოწყობილობაა და თანდათანობით ჩასვლას ახდენს ამ მოწყობილობის საშუალებით ტრიპოდ, ეგრეთ წოდებულ ტრიპედზე დაკიდებული სამკუთხა საყრდენი, ქართულად რომ ვთქვა. აი ეს აბსოლუტურად დაუშვებელი გარემო, სადაც ადამიანი აზია ჩაბმული ღმერთმა მოწყვის, ხარაჩო აბსოლუტურად არასწორ მდგომარეობაში, სადი ძალიან მიუღებელი სიტუაცია, რასაც ფოტოზე სამიმუშოდ ხედავ. შემდეგი რაც შეიძლება ვნახოთ, აი ეს მოწყობილობა, რაც ეღარ ვნახეთ ლურჯის სახით, ნახეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ადამიანი ჩაბმულია სწორედ იმ იოიოზე, ეგრეთ წოდებულზე, ჩამკეტი ბლოკი, სიმაღლეზე დაცვის საშუალებით ბლოკი, ზოგან ქართულად ესე მოიხსენება. ანუ ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ აქ ეს პატიცემული მუშაკი მოაჯირის გარეშე სამუშაო გარემოშია და შესაბამისად დიდია ალბათობა ვარდნის, ხო? ქამარსარტყელი ადგილზე აქვს და ქამრის მოწყობილობა ამობუნულია იმ საშუალებაზე, რასაც იოიო ქვია. ნებისმიერ სიგრძეზე მოყვება აი ეს ტროსი სამუშაოდ, აი თუნდაც ეს რო განვიხილოთ, მაგრამ თუ ფეხი გადაუშლა და მოძრაობა გააკეთა ვარდნის საშიში, აუცილებლად მოხდება უეცარი ჩაკეტვა იმ მოწყობილობისა. აი ეს კიდევ ერთხელ აბსორბენტი, ქამრის დამცავი მოწყობილობა, ორმაგი დაცვის ქამარი, ეს რთულ პერიმეტრზე, როცა კუთხეებზე გადასასვლელად ან ლიფტის შახტებში მუშაობენ ადამიანები ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის დროს აუცილებელია ერთ-ერთი ეს კარაბინი იყოს მობმული, ხოლო მეორე ცარიელი კარაბინი გადაადგილოს და შემდეგ ერთ-ერთი კარაბინი იმის გამო, რომ ერთ-ერთი კარაბინი აუცილებლად ჩაბმული უნდა იყოს და მეორე კარაბინით მოახდინოს სხვა ადგილზე გადასვლა. აი ესეთი ჩაცმა უნდა იყოს სრულყოფილად ჩაცმული ადამიანის სხეული მაკეტი უფრო სწორად, ფეხებზე ამობმული, წელზე ამობმული და მკერდზეც აუცილებლად ჩამულია ნორმალურად ჩვენი ეს მაკეტი.
ეს თვალსაჩინოებისთვის რომ ვიცოდეთ ეს ყველაფერი სხვადასხვა სახის არის ქამრები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ კლიმბერებს ცოტა სხვაგვარად ემსახურება. ზოგჯერ არის რომ ქამრით დაკიდული მუშაობს, მაგრამ ჩვენ სამუშაო გარემოში მაგას არ გულისხმობთ, ქამარი არის მხოლოდ იმ ერთი აუცილებელი შემთხვევისთვის, როცა ადამიანის სიმაღლეზე ყავს დასაქმებული და გადავარდნის დასაშვები გასათვალისწინებელი ალბათობის დადგომის შემთხვევაში ადამიანი დაიჭიროს და არ მოახდინოს ადამიანის დაცემა სიმაღლიდან, რაც უმეტესად ლეტალურად, ანუ გარდაცვალებით თავდება ხოლმე. ქამრის მოვალეობა არის ადამიანი დაცემის გარეშე გადაარჩინოს, დაცემას გადაარჩინოს. ეს შემოწმების ნიუანსები, დაზიანებული ნებისმიერი ინდივიდუალური მოწყობილობა, როგორც კი შემოწმების დროს აღმოჩნდება, ვალდებული ვართ გავიტანოთ სამუშაო ობიექტიდან, ამას გვეუბნება ეს მომენტი. და ერთ-ერთი ყველაზე ძალიან საინტერესო ნიუანსი, რომელსაც ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე რომ მუშებთან ამაზე ყურადღება გამომახვილო, ვარდნის ფაქტორები. პირველ შემთხვევაში ვარდნის ფაქტორი 0, ანუ ადამიანი ყველაზე დაცულია, როცა საკუთარი სხეულის მხარის ზემოთ აქვს ანკერი მომზადებული და იმ ანკერზე აქვს თავისი ვარდნის დაცვის შემაკავებელი ქამარი გამოგული, ანუ კარაბინი. ნახეთ, ეს არის ყველაზე მაგარი მომენტი, თუ ეს ადამიანი აიმიდან დააპირებს, რომ გადმოვარდეს, ვერანაირად ვერ გადმოვარდება. ვარნის ფაქტორი 1, სადაც შეიძლება ცოტა დაზიანებით, უფრო ნაკლებ გარანტირებული ჩაბმა, როცა ადამიანის სხეულის სიმაღლეზეა ჩასაბმელი წერტილი მოწყობილი, თუ აქ ადამიანმა მოინდომა და აიმიდან გადასკუპება მოახერხა, ცოტა ვარდნას გააკეთებს და რაღაც ტკივილს იგრძნობს. ანუ ეს არ არის ისეთი მყარი, თუმცა დასაშვებია, რა თქმა უნდა, სამუშაო სირთულიდან და პერიმეტრის სირთულიდან გამომდინარე, სამივე ეს მომენტი დასაშვებია. ანუ ეს არის ვარნის ფაქტორი 1, სადაც რომელიც გვეუბნება, რომ ისე დაცული არ არის ადამიანი, როგორც ზედა შემთხვევაში. და მესამე, უბრალოდ ვარნის ფაქტორი 2, როცა ადამიანის ყველაზე უკიდურეს დაბალ წერტილზეა ჩაბმა გაკეთებული. აქ ბუნებრივია ხო გეომეტრია ყველას გვესმის, თუ აქ ადამიანმა აივნის გარეთ მოახერხა გადმოვარდნა, რაღაც სიმაღლეზე დაკიდებას ექვემდებარება, რაც ცოტაოდენ ტრავმას გულისხმობს. დამავიწყდა შეიძლება ვთქვა, ქამრით ჩაბმული ადამიანის ჩამოვარდნის შემთხვევაში მცირე ტრავმები აუცილებლად მოსალოდნელია, რაც იგულისხმება. შეიძლება მოხდეს, რომ ქამრის მოწყობილობამ კერძზე მოუჭიროს, შეიძლება ფეხის ნაწილზე მოუჭიროს და ცოტა სისხლის გამტარობა იმ წამებში და იმ წუთში მოახდინოს შეფერხება და შესაბამისად ადამიანზე ეს სხეულზე ცუდგავლენას ახდენს. აი ამ ბოლო ნიუანსი რაც არის ამ ბოლო ესკიზზე ფაქტორი 2 რო ქვია რა, ამაზე დაბალ წერტილზე ქამრით ჩაბმა ეს არის ფაქტიურად განწირვა ადამიანის, დაუშვებელია. ეს არის ბოლო წერტილი ადამიანის სხეულის ბოლო ნაწილის გასწვრივ სიმაღლეზე საღდენი წერტილის მოწყობა. ეს არის დაცემის ვარდნის ეფექტები, თუ რა შეიძლება მოყვეს, ასე ვთქვათ, წინასწარი შეფასებით ადამიანის მოქმედებას, როცა გადავარდნა მოხდება, ქამრით დაკიდებული ადამიანი რა მანერს ასრულებს. და შესაბამისი პერიმეტრის მიხედვით, სულ თავში ვახსენე ამ გაკვეთილის დასაწყისში, რომ უნდა იყოს სამაშველო გეგმა შესრულებული ყველა პერიმეტრზე, უნდა ვიცოდეთ რა სამაშველო საშუალებას ვასრულებთ ადამიანის ქამრის ჩამული ადამიანის გადავარდნიდან გამოსახსნელად. აბატონო ნიუანსები, პირველი ნიუანსი ადამიანის სხეულის გასწვრივ არის ჩაბმა გაკეთებული ქამრით, როგორც ეს ესკიზი გვეუბნება, მწვანეა, დასაშვებია, აი ეს მომენტია დაუშვებელი. ნახეთ, აქ თუ მოხდა გადმოვარდნა, ნახეთ, მთელი ქამრის სიგრძეზე, მთელი იმ ლაიფლაინის სიგრძეზე აკეთებს ადამიანი ვარდნას განიცდის, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ ვარდნას შეიძლება განიცდიდეს და ქამარმა შეიძლება ის ეფექტურად ვერ დაიჭიროს. დაჭერით დაიჭერს, მაგრამ ძალიან მაღალ ტრავმებს მიაყენებს თუ ქამარი რა თქმა უნდა, ანუ დამცავი მოწყობილობა ფორმაშია. ამიტომ ეს არის დაუშვებელი, უნდა იყოს ადამიანის უკიდურეს ბოლო წერტილის სიმაღლეზე ქამრის საღდენი წერტილი მოწყობილი. დამცავი შლემი ეგრეთ წოდებული სიმაღლეზე მუშაობის მყარი ჩაფხუტი. ნახეთ, სულ სხვა აგებულება აქვს ვიდრე სტანდარტულ ჩაფხუტებს. არა აქვს წინ გაწეული, ასე ვთქვათ, საჭრილობელი, არა აქვს
უკან გაწეული მოწყობილობა, აუცილებლად სხვა ჩამკეტი მოწყობილობები აქვს სახეზე და თავზე, რომ ადამიანს ეს მქონდეს მყარად დამაგრებული და სხვა სტრუქტურა, აი ეს არის გათვალისწინებული მეგობრებო, როცა მაღალ ხარაჩოებზე, საფასადე თუ ძალოვან ხარაჩოებზე ადამიანები ახდენენ მანიპულირებას და მუშაობას. და მიზანშეწონილია მხოლოდ სხვა აგებულებისაა, პირდაპირ ვთქვა, სხვა დიზაინის მყარი ჩამხუტია, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის დაცვას მასზე დაცემული საგნებისგან. მოძრაობის დროს ამ კასკით ადამიანმა შეიძლება თავი მიარტყას უბრალოდ რაღაც მოწყობილობას, რომელიც ფასადაზე რა ვქვა, ხარაჩოზე შეიძლება იყოს და ბოლოს ფეხის წამოკვრის, ან წაბოძიკების, ან დაცემის დროს იმდენად მყარად არის ეს გათვალისწინებული, ეს მოწყობილობა ადამიანის თავის დასაცავად, დაცემის დროსაც ითვალისწინება, რომ ეს ჩაფხუტი იცავს აუცილებლად და აუცილებლად. და ჩამოხსნის ეს ერთ-ერთი პრინციპი, უამრავი სანიმუშო ვიდეოები შეიძლება თუ დროს გამონახავთ და YouTube-ზე მოძებნით. ძალიან ბევრ უცხოურ ლაბორატორიებში არის გამოყვანილი, არის პრაქტიკული მაგალითები, როცა ნულაში ჩააგდებენ, ასე ვთქვათ, და მისი გამოხსნის და მისი გადარჩენის მანევრებს როგორ ატარებს. ეს არის დამხმარე მუშა, რომელიც თავისი დამატებითი ჩასაბმელი საშუალებით ნელ-ნელა ეშვება, შემდეგ თავის სამაგრზე ჩაამაგრებს აუცილებლად ამ ინციდენტში მოყოლილ ადამიანს და მასთან ერთად დაეშვება გრუნტზე. აუცილებლად თუ მსგავსი შემთხვევა მოხდა, სწავლება გვეუბნება, რომ ჩამოხსნა უნდა მოხდეს დაახლოებით 6-8 წუთში, აუცილებლად სასურველია, იმიტომ რომ შეიძლება ჩამოვარდნილმა ადამიანმა ქამრით მიიღოს, როგორც ეგრეთ მოგახსენეთ, ტრავმა, შეიძლება მოხდეს რომელიღაც არტერიის შეზღუდვა სისხლის ფეხზე განსაკუთრებით და ის ადამიანი 20 და 40 წუთი ჰაერში ეკიდოს, დამიჯერეს შეიძლება ჩაქცევები განვითარდეს სხვადასხვა ადგილზე, მით უმეტეს ტვინში. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს წინასწარ, რომ ადამიანზე ჩამოვარდნის შემთხვევაში 7-8 წუთში შეიძლებაოდეს მისი გრუნტზე ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გამოყვანა. არავითარ შემთხვევაში უეცრად წამოხტომა არ უნდა მოახდინოთ. მეცაც გეტყვით, ნებისმიერი დაცემის დროს სასურველია ფეხის წამოკვრის შემთხვევაშიც კი უეცრად ჩვენი წამოდგომა არ მოხდეს, იმიტომ რომ ორგანიზმი ცოტა სხვა შოკ მდგომარეობას იღებს და შეიძლება ხერხემლის მაღაზზე მივიღოთ მცირე ტრავმა, რომელიც მერე განვითარდეს თუთა განმავლობაში და თუჩი არ მოხდეს ყურადღება. მით უმეტეს ამ შემთხვევაში, როცა ადამიანს დავსვამ ქამრიდან ჩამოხსნილს, უნდა გავაჩეროთ რამდენიმე წუთი და ნელ-ნელა შევიდეთ კონტაქტში, უპირველესი რომ შოკში არ იყოს, შიშისგან, რაღაც დარტყმისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შემდეგ უპირველესად ვიწყებ პირველად დახმარებას, თუ დაუშვათ გულყრა აქვს დამართებული, რა უნდა გავაკეთოთ, თუ დაუშვათ სასუნთქები აქვს ჩაკეტილი, რა უნდა გავაკეთოთ, გულფილტრის რეანიმაცია და შემდეგ ჩასუნთქვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბოლოს რა თქმა უნდა თუ მძიმე მდგომარეობა აუცილებლად სასწრაფოს გამოძახება. მოკლედ, რამდენიმე ესკიზი მინდა კიდე გაჩვენოთ. ეს ესკიზი გვეუბნება რას? ნახეთ. აი ეს ჰორიზონტალური ლურჯი ხაზი, ჩავთვალოთ რომ არის ის ლაიფლაინი, ჰორიზონტალური ტროსი, რომელზედაც ვახსენეთ გაკვეთილის დასაწყისში. როცა ადამიანი ვარდნის საფრთხისგან 180 სანტიმეტრზე, ანუ კიდესთან 180 სანტიმეტრზე მიდის, ჩვენი ქართული ნორმაშიც წერია, მე რამდენადაც მახსოვს, აუცილებელია მსგავსი მოწყობილობა ადგილზე იყოს და 180 სანტიმეტრზე ახლოს უმოაჯირო გარემოში ადამიანი არ დაუშვათ ამ შეზღუდვების და ამ დაცვის გარეშე. შემდეგი ესკიზი, ეს ერთ-ერთი პრაქტიკული და ეს ჩემ გადაღებული ფოტოა და ადგილს და ასე შემდეგ მდებარეობას არ გეტყვით, ადამიანები მოწყობილი არიან რამდენადაც ჩანს თქვენთვის. ნახეთ, ორი ეგრეთ წოდებული დგარი, სამშენებლო დგარი, მასზე გამული ლაიფლაინი და როცა ამ წედან მიიღეს აი ეს ძიმე მოწყობილობა, იმის გამო რომ იმ პლატფორმაზე რაც ზემოთ ფიქლად არის, რო არ მოეხდინათ და უცვლელად გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა მყარად არის ყოველთვის დამაგრებული, აუცილებლად ვახდენდით ადამიანების ქამრით აღჭურვას და მხოლოდ ერთი ადამიანი ახდენდა თვითთან შეხებას, რომ გადმოეთრია სამშენებლო ტერიტორიაზე. აი ეს არის პატარა ესკიზები, რომელიც გვეუბნება მაღლების სამუშაოების რა დეტალები შეიძლება იყოს. აი ეს ერთ-ერთი დახრილი ზედაპირი. აი აქ ადამიანის ფეხის მოჭიდება არის ურთულესი.
ავიცი ჩვენ ერთ-ერთი ისეთ გარემოში შევხვდით არ მინდა ახლა დავუკონკრეტდე მაინც რომ მსგავს სიტუაცია დაახლოებით ქონდა აი ესეთი მოწყობილობა უნდა იყოს აუცილებლად დაუცველი სახურავები და ნაპირები ნახეთ უამრავი ანკერული მოწყობილობა და ლაიფლაინებია გაბმული ზოგან ჰორიზონტალურად ზოგან ვერტიკალურად აი ნახეთ თვითმფრინავების თუ არ ვცდები რაღაც სარემონტო გარემოა და ძალაუნებურად მაღალ გარემოში უწევთ იქ სადაც თვითმფრინავის ზედაპირზე ნამდვილად ღებავი მუშა დაუშვათ სიტყვაზე ვიძახი ვერ მოახდენს მოაჯირის მოწყობა შესაბამისად ტროსია ჰორიზონტალური გაბმული და ზედ არის საშუალებები ასე ჩაბმისა გაკეთებული. ასევე დაუცველი ნაპირები ნახეთ კედელზე სადაც შენობის რაღაც ნაწილია მთელი კედელია ტროსით მოწყობილი. შემდეგი რა შეიძლება ვნახოთ? აბატონო ის ბადეები პრაქტიკაში ნამდვილად სამშენებლო გარემოში აი ესეთი სახით ეწყობა, რომ არ მოხდეს ძალიან მაღალი გარემო და რაიმე ნივთის ან თუნდაც ადამიანის ჩამოვარდნა. სამუშაო პირობებიდან გამომდინარე დასაშვებია როგორც ვერტიკალურად მათი მოწყობა, ასევე უფრო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მათი განლაგებაც მისაღებია. ეს არის ასევე ჩემი ერთ-ერთი სანიმუშო ადგილი, ჩემი გადაღებული ფოტო გახლავთ და რატო მაქვს ხოლმე წინა ჯგუფთან როცა მქონდა შეხვედრა აუცილებლად მათაც გავაცანი, რა თქმა უნდა, საავტორო უფლებას არ დავარღვევ, ადგილის და კომპანიას არ მოგახსენებ, მნიშვნელობა არ აქვს. რატო არის ჩემთვის სანიმუშო? რა წუთშიდაც არ უნდა, აი მე რასაც ვაკვირდებოდი, ახლა აღარ მიწევს ხოლმე. გავლასეთ. რამდენი სიმაღლე მოიმატა ნაგებობამ, მოკლედ დასრულებული არ იყო სიმაღლის მომატება და ნებავთ ბადეები. ნებავთ ნახეთ ეს ჰორიზონტალური ლაიფლაინ, ეს გახლავთ სწორედ ის ჰორიზონტალური დამცავი სიცოცხლის ხაზი ლაიფლაინს რო ვეძახით, ცოტა მკრთალად ჩან შორიდანაა გადაღებული. სამუშაო პირობა არ იყო ჯერ კიდე სიმაღლე მომატებული, რომ პირველ რიგში უსაფრთხოების ნორმა იყო ხოლმე დაცული სიამოვნებდა როგორც ამათ კოლეგას და ჩემი სპეციალობის ადამიანს ნამდვილად ამ ყველაფრის ხილვა. და ბოლოს ნახეთ ერთ-ერთი ნიუანსი კიდე რაზედაც მინდა გავამახვილოთ ყურადღება. აი ამ სურათზე ხარაჩოშია ადამიანი, რომელიც ლესვის სამუშაოებს ასრულებს სავარაუდოდ და ეს ყვითელი გახლავთ ის ქამრის მოწყობილობა, რომელთაც ეკიპირებულია ჩვენი დასაქმებული მუშა. ანკერია ხარაჩოს ზემოთ, ხარაჩოდან დამოუკიდებლად მოწყობილ საყრდენ წერტილზე ადამიანი მყარად დაბმული და თავს გრძნობთ უსაფრთხოდ. აი ამ ნიუანსზე მინდოდა მე თქვა აუცილებლად გაკვეთილის ბოლოსკენ, რაც ზემოთ მოგახსენეთ სტაბილიზატორების შემცველ და უსტაბილიზატოროდ მდგარ გადასატან ხარაჩოების შემთხვევაში. აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ ხარაჩოს ზოგადი ფორმულირებაა, რომ ხარაჩოს გარე წერტილზე უნდა მოხდეს ადამიანის ჩაბმა. თუმცა ზოგჯერ ეს მობილური ხარაჩოებზე ვერ ხერხდება შესაბამისად, უკეთებენ სტაბილიზატორს. თუ ვიტყვით, რომ სტაბილიზატორი გამართულ მდგომარეობაშია, ანუ ხარაჩო არ შეიცავს გადაყირავების ალბათობას და საფრთხეს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია სტაბილიზატორი ან ხარაჩოზე თვითონ მის მოწყობილობაზე ჩავაბათ ქამარი ვარნის დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ მოვაწყოთ საყრდენი, ანუ ანკერი და მასზე იყოს დასაქმებული მყარად დამაგრებული. და ბოლოს ის თვალსაჩინოება, რაც ერთ-ერთ კლასიკურ ნიმუშს გვაძლევს, ჩვენი კონტროლის იერარქია, რომელსაც ვიყენებთ ყველა მოდულთან მიმართებაში, ეს იქნება ქიმიური საფრთხეები, ეს იქნება მექანიკური, არამექანიკური, ფიზიკური საფრთხეები. სიმაღლის მუშაობაც აუცილებლად იმ ხუთსაფეხურიან გეგმაშია და ძალიან მარტივი. პირველი, ყველაზე მწვანე ზონა ადამიანი უკვე სიმაღლიდან საერთოდ გათავისუფლებული ყავს, არც ხარაჩოს ვიყენებთ, არც კიბეს ვიყენებთ რაღაც გრძელ მოწყობილობას, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას მაღალი ჭერი დაასუფთავოს, შეღებოს თუ სხვა რამ. მეორე, პასიური დამცავის საშუალება, საფრთხის ეს იყო გამორიცხვა, ეს არის ჩანაცვლება. ნახეთ, ადამიანი მყარი მოაჯირით არის და დამცავის საშუალება გვეუბნება, რომ ადამიანს თუ სუიციდისკენ არ არის მიდრეკილი, არ დასულ სამუშაო გარემოშია ამ შემთხვევაში. შემდეგ ეს მესამე და მეოთხე შეიძლება ჩავთვალოთ მეგობრებო, რომ ეს არის საინჟინრო კონტროლი, ცოტა სხვადასხვა სახით.
აქაც მყარი წერტილია მოწყობილი, გვეუბნება სამუშაო პირობა, რომ აქ მოაჯირს ვერ მოაწყობ, გამორიცხულია, რაღაცა ისეთი პერიმეტრია რთული. ამიტომ დაუცველ წერტილამდე ვიდრე ადამიანი მოახდეს მანიპულირებას და სამუშაოს დაწყებას, წინასწარ არის მომზადებული ჩასაბმელი საშუალება და ამის საშუალებით ახდენს მანიპულირებას. შემაკავებელი სისტემები, აი ნახეთ, ამ შემთხვევაში, მესამე შემთხვევაში სამი ნომრით, რომელიც არის ადამიანს უბრალოდ ნაპირთან არ უშვებს ეს დაცვის საშუალება, ხოლო მეოთხე შემთხვევაში ის ნაცნობი იო-იოს მოწყობილება, რომელიც გვეუბნება, რომ გადაადგილების საშუალებას ვაძლევ, ოღონ უეცარი გადავარდნა თუ მოხდება, ჩაკეტავს ჩვენი მოწყობილება და ადამიანი იქნება დაცული. და ყველაზე დაუცველი, ყველაზე საფრთხო, უბრალოდ ნიშანია დადებული ფარატინა, ასე ვთქვათ. ტროსი, როცა პირველი სიმაღლე რაღაც ახალი ფილა აიგო და იმ წუთისთვის არ ხერხდება მასე მოაჯირის მოწყობა, ნიშანი მაინც უნდა იყოს, ანუ ადმინისტრაციული კონტროლი, რომ რაღაც წითელი ხაზია, რომელიც გვანიშნებს, რომ არც ერთ შემთხვევაში იმ ხაზთან ახლოს მისვლაც კი არ შეიძლება მით უმეტეს სამუშაოს შესრულება. მოკლედ, მეგობრებო, დღეს ამით ამოვწურავ თქვენის ნებართვით. იმედია, შემოგვიერთდით თავი და ყველანი აღგზანდებით. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი, რომელიც იყო, აი, შეიძლება ითქვას, უმცირესი რაც შეიძლება მოგვესწრო ამ 1 საათის განმავლობაში თუ რაც ვისაუბრეთ. ნებისმიერ სამონტაჟო სივრცეში, როცა მოგიწევთ მუშაობა, ან სტუმრად ვიზიტორად მისვლა, აუცილებლად გაგახსენდება მთელი რიგი საკითხები, რაზედაც დღეს ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს არ არის მხოლოდ მშენებელთა საქმე, სიმაღლეზე მუშაობა, ეს არის ყველა სამონტაჟო გარემოში აუცილებელი საკითხი უსაფრთხოების თვალსაზრისით. უღრმესი მადლობა. მასალებს გადმოგიგზავნით ორშაბათისთვის. სამწუხარო გასული კვირა ცოტა ვიპასიურეთ მეც, თქვენმა მხარემაც გასაგები მიზეზების გამო. თუ არ ვწდები, ხვალ შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული ჩვენს ნაცნობ ადგილზე და იმედია შევხვდებით შემადგენლობით და თქვენც იქნებით ხო ბატონო? კი, დაგეგმილი მაქვს, პანსესთან გავიარე მაგასთან დაკავშირებით და იმედია მოვახერხებ. კაი, უღრმესი მადლობა მეგობრებო, მოთმინებისთვის და შემდეგ კვირაში ორშაბათიდან რამდენიმე ცირედ გამოკითხვასაც გამოგიგზავნით და იმ სახელმძღვანელოებს, რაზედაც დღეს და წინა გაკვეთილებზე ვისაუბრეთ და ვიმუშავეთ, შეიძლება ითქვას. მშვიდობიანი საღამო. ასევე თქვენს. და უღრმესი მადლობა, კარგად. ბატონო, უღრმესი მადლობა. ნახვამდის. კარგად. ხო არ გამოგიარდო ბატონო შოთა, ხო? არა. რა ვიცი? არა, მე უფრო ისე მომდივარ ხოლმე. დიდი მადლობა. როგორ მოდიხარ ხოლმე? მე დიდუბიდან. ხო და დიდუბეში გამოვიდა წამოვიდა. არ ვიცი რომელ საათიანს და როგორ ვიმოქმედებ და ნახოთ რა. რომელ საათიანი? იქ არის 10 საათიანი. ხო, მაგრამ მანამდეც არის მე მგონი. შეიძლება მანამდე არ არის და როგორ ზგნებავთ მე? იმიტომ ვამბობ რომ მე ახლაც იქიდან მოვდივარ. ჩაგერთეთ გზაში გახსოვთ. ხო, იქ ზალთან იყავით, ხო? კი, იმას ვაკეთებთ. კონტეინერს ვასრულებთ ერთ სიტყვით, ვაწყობთ ხო და ხო. ყველაც უნდა წავიდეთ, უგნებავთ გამოგივლით. აი, შეგეხმიანებით, მე ხომ აქვს თქვენი WhatsApp-ი თუ ნომერი გაქვთ, ხო ჩემი? კი, WhatsApp-ი მაქვს, კი, და. ხო და დილით აქედან, ანუ ორთაჭალიდან მე გამოვდივარ და თუ თქვენ სხვა ლოკაციაზე ხართ, იქ გამოვივლი და თუ მაინც და მაინც დიდუბე გაწყობთ, იქ შემოვივლი. ალბათ უმჯობესია რომ სხვა ლოკაციაზე, ანუ იქამდე მისვლაში თუ არ დაკარგოთ და მე ვფიქრობ ადრე ავსულიყავი, ეხლა დღეს ცოტა ლადო დავიმგზავნო და ცოტა დაგვიანდი. მაგრამ დაგვიანდი რა,